Salam, salam. GPS channel. მოკლედ ეს ფილმი ჩავთე ეხლა დიდ განათებაზე ჩავთო სად არის მოკლედ ჩავთე ეს ფილმი და მე გავაგრძელებ ყურებას რა ეხლა არ გამოვა სალამი მადლობა მეგობრებო ესე იგი ეს ფილმი რა ერქვა disclosure რაღაცა გამოშკარებების დღე ჩავთე და ნახოთ აბა რა იქნება თავიდან რაღაცა ნახოთ რა ვიცი გამარჯობა მთები არის დაყრილი ქვიშა ან დაყრილი ქანებია რა მთები არ წარმოქმნილა ესე გეოგრაფიაში რაც ატლასებში რაც არის ენციკლოპედიებში თითქოს იქ ტექტონიკური ქანები ერთმანეთს ეჯახება და ვითომ ესე მერე წარმოიქმნება ეგ არის სისულელე აი როცა იშლება ქანები იქ ჩანს რომ არსად არაფერი წარმოქმნილი არ არის უბრალოდ დაყრილი მიწაა სხვადასხვა ტიპის ქანებია რა ზოგან მაგათ ახლა რიკოტის უღელტეხილზე სილა ზოგან შავი მიწა აი მაგალითად თუშეთში როცა მიდიხარ იქ ნახავთ რომ აი დაყრილი ქვაღორღია რა ჩვეულებრივი ასე რომ ესენი ეს მთები არ არსებობს ეხლა აი საინტერესო რა არის აი ვიდეოებს ხო ვდებ ჯერ ვიდეოებს აი თქვათ კვერცხი არ არსებობს დავდე ეხლა კომპასი არ არსებობს საერთოდ არც უსმენს ზოგი და ვინც უსმენს ვაფშე ვერაფერს ვერ გებულობს რა ანუ ეხლა აბა მე რომ მყავს რას ფი არ არსებობს ანუ მე შენ რა გყავს ვინ გეკითხებ ამას ვინ ლაპარაკობს შენ რა გყავს და მე რა ძაღლი მყავს მაგრამ ძაღლი არ არსებობს არ შეიძლება რომ ძაღლი არსებობდეს და ამაზე არგუმენტები არის ჩამოთვლილი ამ ჩამოთვლილი ეს არგუმენტები რა ხო და აი ეს არგუმენტებს ანუ ვერ გებულობს გონება ადამიანის სალამი მადლობა უკვდავება არსებობს როგორ არსებობს ადამიანი არის უკვდავი ადამიანი არის ჩვეულებრივად უკვდავი არსება უბრალოდ გარდაცვალება დროებით შემოსული ის არის ანუ გარდაცვალება არის იგივე ღამე რო იძინებ და მეორე დღეს იღვიძებ გარდაცვალება იგივეა ეხლა ვიღაცა თუ მოკვდება და რაღაცა ხარში გაიყრება რაღაცა ხა ეტკინება და ეხლა გარდაცვალებას რაღაცა როგორი შეგრძნება არის არ ვიცით ჩვენ ხა ცოცხლება წეღან ესე იგი გამარჯობა წეღან ესე იგი რაღაცას ბარგალკას ვჭრედი ესე იგი 60 სანტიმეტრის სიღრმეში ვიყავი ჩასულ მიწის სიღრმეში რაღაცა ტრუბა რკინას ვჭრიდი თლიანად მეტალი ყოფილა ხელით ვეჯაჯგურე, ესე იგი წეღან გადავრჩი სიკვდილს რა. აი საერთოდ ამიტომ არის რომ
თქვა რაღაცა ბაღი თუ გაქვს ან დაჩა აგარაკი ან ტყეში სადღაც მიწას თუ ასუფთავებ, ანუ წვეტიანი ხეები ან რკინები არ უნდა იყოს მიწიდან ამოწეული. იმიტომ რომ რა დროს წაიქცევი ადამიანი არ იცი, ანუ უცებ შეიძლება სადღაც დაეცე და აი იმან შეგიწიროს რა. და ესე იგი ეს რკინა ერთი კვირაა ვერ მოვჭერი, რასაც 500 ჯერ მივედი ვერ მოვჭერი, ყველა მხრიდან შემოვჭერი. იმენა ტრუბა ხო ესეთი, აი ნახევრამდე შევედი ბარგალკით რა. რკინა არ გადაიღუნა, გავგიჟდი, თურმე შიგნი რაღაცა შერჭობილი იყო, ანუ სრული სავსე მეტალი იყო. და სალამი, ძლივს ესე იგი რომ გამოძრავ და მეთქი ოღონდ ეს მოვტე ხო ეხლა მეთქი და რომ გადმოვწიე ჯერ მე 100 კილო ვარ მეტი ვარ კიდე და რო ესა მძიმე რკინა რო წამოვიდა და ჯერ კიდევ კაი თავში არ დამეცა ეს რკინა გვერდზე დავარდა და მე ესე იგი პირდაპირ აი როგორც ფილმებში რო გადაღებებია ხოლმე აი დაჟე კასკადიორიც არასრულებს ეგეთ დროს აი ფილმში რო არის ნაჩვენები რომ თელი ძალით რო დაეხეთქება აი ესე თელი ძალით დავეხეთქე ზურგზე ну ცოტა ეკლები იყო, მაგრამ ეკლებს რას დავაძებ? უცებ შემეში და რკინა, უკან რო რამე რკინა ყოფილიყო, ის ამონაშვერი, რასაც ახლა ვასუფთავებ, იმენა ზედ დავრჩებოდი კიდევაც, რა ჩამოვეცმევოდი ზევიდან რა. ხო და რაზე მოვაყოლე რა, მაგარ საშიშია ის ეგეთ რაღაცები და ესე იგი სამშენებლო გეუბნებით ხალხო, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, სამშენებლო კასკა არის საჭირო რა. ეხლა თუ ფოთლებს ხვეტავ ეგ სხვა რამე, მაგრამ აი სარემონტო სამუშაოს როცა აკეთებ, აი უბრალოდ მეზობელი რო შემოვიდეს და გნახოს, იფიქრებს რომ ამარიაჟობა არისო, რადგინა კასკაო. აი გეუბნებით 1000 ჯერ დავრწმუნდი, დრუჟბა რო გიჭირავს ხელში, რაღაცა რო გიჭირავს, სამშენებლო კასკა ხა უნდა ვიყიდო რა, უსაფრთხოებისთვის. ხან რა მეცემა თავში, ხან რას ვეჯახები თავით, ხა აი ძალიან აუცილებელია რა. წეღანაც ესე იგი ეს რკინა თან ბოლოში მოღუნული ქონდა თავში რო დამცემოდა იმენა გამისკდებოდა თავი მე დრუჟბა იყო და დრუჟბამ ესე თქვა პირი რო დავადე ესე ამ როგორ ავქნა აი ადაჩა გააკეთა რა და კაკალი იყო თუ რაღაცა ხე იყო იქ იმან დაიჭირა თორე აი ესე თავში მხვდებოდა დრუჟბა ანუ დაჟე დრუჟბას როდესაც დრუჟბაზე როცა მუშაობ უნდა გეფაროს ანუ კასკა რო არის წინ და ანუ რაღაცა რომ მოგხვდეს რომ დაიჭიროს პლასმასი რა აი თლიანად დახურული უნდა გეფაროს აი მე მაგ დროს მივხვდი რა სალამი ნახეთ როგორ რაღაც არის ეხა რეინკარნაციის თემა მართლმადიდებლობაში და რაც იდეა რაც დევს მართლმადიდებლობაში სალამ მარიამ მართლმადიდებლობაში უარყოფს რეინკარნაციის იდეას ეხლა რატო არის მანდ ეხლა რეინკარნაციაზე არგუმენტები რა აქვს ზოგადად რომ თითქოს ადამიანი სულიერ ტრანსფორმაციას ერთ ცხოვრებაში ვითომ ვერ ასწრებსო და ამიტომ ჭირდებაო რეინკარნაციო და რეინკარნაცია და არანაირად არ ჭირდება ადამიანს რამდენიმე ცხოვრება ერთი ცხოვრებაც არის ამისათვის საკმარისი ეს წინა მამის პასუხია მაგაზე რაც შეეხება დანარჩენი ჩვენ ოღონდ ეს რეინკარნაციის ამბავში არა შეიძლება რაღაცა განზომილებრივი გადასვლები იყოს ერთი კონკრეტული სულის ეს ჩვენ არ ვიცით ანუ ნახეთ ჩვენ არ ვიცით სანამ ადამიანი დაიბადება მიღმიერი სამყაროდან ხო ნეტა გქონდეს ბევრი ცხოვრებაო მიღმიერი სამყაროდან ჩვენ რაიმე ცოდნა მოგვაქვს იქ საერთოდ აზზე მოსულები ვართ და მე ვიბადებით თუ როგორ არის აი როგორც ფილმებში აჩვენეს რაღაცები რომ იქ ანუ სანამ დაიბადება ადამიანი ანგელოზი ავიწყებს ინფორმაციას ანუ ჩვენ არ ვიცით საიდან მოვდივართ ეს ერთი წამით
ერთ წამს ბოდიში ხარვეზი იყო. ერთი წამით. ეხლა ერთი წამით. შუშები გავწმინდო დამელოდეთ. ხო და მოკლედ ესე იგი ერთ წამს დავასრულო აზრი. ხო და ანუ ზოგადად დედამიწა ნახეთ ბრტყელი დედამიწის პლატფორმა კიდევ ერთხელ ანუ ჩვენ ძირითადად აი ამ საკითხის გარშემო ვტრიალებთ რომ ბრტყელი დედამიწის პლატფორმა დახურული გუმბათით ეს გახლავთ ანუ პირველ რიგში არის ესე რომ ეს გახლავთ სათამაშო მოედანი ეს არის ჩვეულებრივად სათამაშო მოედანი ეს მატრიცული სიმულაცია რა დონეზე რა ხარისხში როგორ რანაირად არის ეგ კიდე სხვა თემებია მაგრამ ეს არის მატრიცული სიმულაცია სადაც ცივილიზაციური სიუჟეტების გათამაშება ხდება კონკრეტული სცენარით იტვირთება ხალხი აქ აი ჩვენ ამ ფაქტებამდე მივდივართ ამიტომ სიტყვაზე ანუ იქ დონეები როდესაც ხარ ინდუიზმში და იმაში რაც არის ნაჩვენები შესაძლებელია რაღაცა ცხოვრებისეული რაც ვთქვათ განზომილებრივ დონეებს შეიძლება გადიოდეს ადამიანი და შეიძლება რაღაც აი როგორი რა ვთქვათ იცით აი ვთქვათ აქ ავატარი ხო აქვს მე ამ ავატარის გარეშე გადადის მეხუთე განზომილებაში რა არავის არ ვთავ ხალხო მეხუთე განზომილებაში გადადის ავატარის ანუ რისი თქმა მინდა ჩვენ არ ვიცით რა ხდება ჩვენს დაბადებამდე და უბრალოდ ვიცით ახლა გარდაცვალების მერე რა ხდება კი ვიცით იქ 40 დღის განმავლობაში სული ჯოჯოხის და სამოთხებში მოგზაურობს და ასე შემდეგ მაგრამ ანუ ჩვენი ავატარამდე ჩვენი ესე ვთქვათ სული რაც არის ეს ბოლომდეც არ ვიცით რა არის სული რა მდგომარეობაში არის რა ფორმით არის წარმოდგენილი მანამდე და რა ფორმით არის მანამდე წარმოდგენილი და მერე გარდაცვალების მერე ვიცით ეს სული როგორც არის მაგრამ აი იქაც რა მდგომარეობა არის ეს სული ანუ არ ვიცით რა ამიტომ მანამდე თქვა სულმა კიდე რაღაც დონეები თუ გამოიარა არ ვიცი აი არ ვიცით ეგა რა უბრალოდ მაგას ვერ უწოდებთ ჩვენ რეინკარნაციას იმიტომ რომ რეინკარნაცია სხვა რამეა რა ბევრჯერ დაბადების თემაა მოკლედ ახლა შემდეგზე გადავიდეთ ხო დროში მოგზაურობაზე ანუ ერთადერთი ხელჩასაჭირი ნუ ჯერ ესეთი დროში მოგზაურობას ნახე რას ვამბობ დროში მოგზაურობაზე ახლა ამ ეტაპისთვის მე რაც მაფიქრდება ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს ნუ სხვაებიც შეიძლება არსებობდეს მაგრამ დროის მანქანის თემაში აი ფილმებიდან რაც ვიცით დროის მანქანის თემაში აი დროის მანქანაში ჩარჯდები და სხვა დროში გადახვალ ეგრე არ მუშაობს ეგ ანუ მაგალითად სერიალი ლოკი რო არის ანუ თუ იარსებებს დროში მოგზაურობა უნდა არსებობდეს პირველ რიგში ამ ორი ვერსიით რა იმიტომ რომ დრო არ არსებობს თვითონ დრო საერთოდ არ არსებობს ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ აწმყოში რა ანუ დროზე კიდე ცალკე დასაკრავისია მაქვს YouTube-ზე მუდმივ აწმყოში ვიმყოფებით და ლოკი რო არის მარველის ლოკი სერიალი TVA-ის ჯგუფი რო არის ეს არის რაღაცა ზედა განზომილებრივი ზღვარი საიდანაც ამ ბოტებს უშვებენ რა საიდან შემოდიან ანუ პირდაპირ პორტალებიდან ესენი შემოდიან დროის სხვადასხვა მომენტებში და დროისა და ესე ვთქვათ სივრცის სხვადასხვა მომენტებში რა ახმების ხო და ერთ ვარიანტში ეგრე შეიძლება შემოდიოდეს ჩანაწერი იქნება YouTube-ზე იქნება ჩანაწერი
სავარაუდოდ ხვალ დაიდება წინა ლაივისაც და ეხლანდელსაც. ხო და მოგეთ TVA-ის მე ჩემს ცხოვრებაში პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემს ცხოვრებაში ანუ დადასტურებულად მინახავს, რომ არ შეიძლება ადამიანი იქ იყოს და ან რაღაც ესეთ სიტუაციებში იჩითებიან ხოლმე, რომ ეს არის TVA-ის ორგანიზაცია მუშაობს. ეს რანაირად მუშაობს ჩვენ არ ვიცით. ეხლა ანგელოზები არიან, ესენი რეპტილოიდები არიან, სიტყვაზე ისინი არიან, ვინც ამ პარკს მართავენ, არ ვიცით ეს რა. ფაქტია, რომ სხვადასხვა დროებში შესვლა შეუძლიათ რა. ანუ სხვადასხვა მომენტებში შესვლა შეუძლიათ. ეს ერთი. მეორე ვარიანტი არის დეჟავიუ რო არის ფილმი, დეზელ ვაშინგტონის დეჟავიუ რო არის, აი ეგეთი აპარატი თუ არსებობს და წესით და რიგით უნდა არსებობდეს რაღაცა კოლაიდერივით, იქინა შესაძლებელია გადასვლა სხვადასხვა მომენტებში. იმიტომ რომ იმდენად ბევრი პარანორმალური მოვლენები და რაღაცები არის მომხდარი, რომ ეგეც უნდა არსებობდეს და TVA-იც უნდა არსებობდეს. სხვა ვერსიები ჯერ არ ვიცი დროში მოგზაურობის რა. ნუ ტელეპორტი რო არის ფილმი, ეგეც ტელეპორტაციის ვარიანტიც შეიძლება არსებობდეს. ანუ ამ ფილმებს ყველა არაჩვენებენ რა. ინტერსტელარში ხო, ინტერსტელარში ახსნილი არის კოსმოსის პრინციპით, ანუ ეგ ოფიციალური ვერსია რაც არის, რომ მიდიხარ იქ რომ რაღაცა პლანეტაზე 1 საათში აქ რამდენიმე საუკუნე გადის და ასე შემდგომ რა, რამდენიმე წელი გადის, ხო და კოსმოსი არ არსებობს და კოსმოსი რომც არსებობდეს, ნახე როგორ რაღაც არის, მან მუშაობს ეგეთი პრინციპი რა. კოსმოსი რომც არსებობდეს, შენ სადღაც იქ პლანეტაზე რომ მოგიწიოს რამდენიმე საათი ყოფნა და აქ 10 წლეულები გავიდეს, ანუ აქ 8 წლეულები გავა, აქ ეგრევე აპოკალიფსი გიწევს რა. აპოკალიფსის დროს გიწევს სიკვდილი და რადგან შენ იქ იქნები, ნახე სამყაროსეული კანონია, რომ რადგან შენ იქ იქნები და ანუ წესით აქ უნდა მომკვდარიყავი შიმშილით, დაბომბვით რაღაცით რა და ვინც გადარჩება, ისიც მომენტალურ სიკვდილს აი მსუბუქ ფორმაში გაივლის, რაღაცა მსუბუქ ფორმაში მინიმუმ. ხო და ანუ შენ იქ როდესაც კოსმოსში ხარ, ესე იგი იქ რამდენიმე წუთშივე შეიძლება მოკვდე. იმიტომ რომ ინტერსტელარის პრინციპით ესე ვთქვათ, კოსმოსი რო არსებობდეს და დროები ეგრე რომ მუშაობდეს კოსმოსიდან გამომდინარე, მაშინ შენ იქ შენ იმ პლანეტაზე რამდენიმე წუთში იმ პლანეტაზე გატარებულ რამდენიმე წუთში აქ დედამიწაზე დადგება აპოკალიფსი, საყოველთაო სიკვდილი მოხდება, ანუ სიკვდილი ყველამ უნდა გაიაროს და ანუ გამოდის შენ რამდენიმე წუთში მოკვდები, აღდგები და ეგრევე გაჩნდები დედამიწაზე, იმიტომ რომ ანგელოზი საყვირით გამოჩნდება და უნდა გამოიძახოს სულები. ანუ ეს ხო და ამიტომ ფიზიკურად კოსმოსში დიდხანს ვერ გაჩერდები, რომც არსებობდეს, მაგრამ კოსმოსი არც არსებობს რა. ეხა მორჩე ხამდენ შეკითხები? გალაქტიკები არ არსებობს. ხო, ეხლა დღეს ახალი მასალა მაქვს, კომპასი არ არსებობს და კვერცხი არ არსებობს. დავდე კიდევაც და წავიკითხო? მოდი წავიკითხოთ ხა. კიდევ ერთი კომპასი არ არსებობს. კიდევ ერთი მტკიცებულება, ოღონ არგუმენტებს მოусმინეთ. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ვირტუალურ დახატულ სამყაროში ვცხოვრობთ, არის კომპასი. ჩვეულების ამ კომპასის ის არის ჩრდილოეთს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იდგე შენ, როგორ შეიძლება ასეთი რამე იყოს შესაძლებელი, რომ გარკვეულმა მცირე მეტალის თხელმა დეტალმა უცებ საჭირო მიმართულებით დაიწყოს მოტრიალება. ერთი წამით დამელოდეთ. საწავიდა. დაიწყოს მოტრიალება. მეცნიერები ამბობენ, რომ რაღაც მაგნიტური ველი არსებობს, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს და ამ მაგნიტური ველის მიმართულება ისეა მოწყობილი, რომ კომპასის ნებისმიერი ის არის ჩრდილოეთის მიმართულებით ტრიალდება. ეს ყველაფერი საკმარისად ზღაპრულად გამოიყურება. იმიტომ რომ ასეთი გიგანტური მაგნიტი დედამიწის ზედაპირზე რომ ყოფილიყო, მაშინ შედარებით ლოგიკური იქნებოდა,
მაგრამ როცა იგი დედამიწის სიღრმეში იმყოფება, რადგან ზედაპირზე ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ასეთ შემთხვევაში მისი მიწის სიღრმეში ყოფნის სიტუაციაში ამ მაგნიტის ჩვენება ან კიდევ მტკიცება რომ ის იქ იმყოფება უბრალოდ აბსურდია და მაშინ რა მექანიზმით მოტრიალდა ის არის ამ ჩრდილოეთის მიმართულებით და პლუს ვიცოდეთ რომ ანუ ოფიციალურ ვერსიასაც რომ დავუჯეროთ ანუ თვითონ სფეროსებური დედამიწის მოდელს უარყოფს კომპასის არსებობა, იმიტომ რომ როდესაც სიტყვაზე მე ვდგავარ, აი მაგალითად მე როდესაც ვდგავარ იტალიაში ვდგავარ რა, აი იტალიის ტერიტორიაზე ვდგავარ, აი თქვა ევროპის შუა ნაწილში ვდგავარ, ხო? ჩრდილოეთ პოლუსიდან მაგნიტმა როგორ უნდა გამოიაროს, ესე იგი თუ დედამიწა ბურთია, იქიდან რომ წამოვა, ესე იგი უნდა მაგნიტმა გამოიაროს, ესე იგი მიწის, ანუ დედამიწის ამხელა სიღრმეში და ეს ჩემი კომპასი მე რო იტალიაში, ესპანეთში ვდგავარ, უნდა ამუშაოს, რაც არის წარმოუდგენელი რამე, ანუ შეუძლებელი ეგეთი რამე რა. და ანუ კომპასი პირველ რიგში, ანუ ეს ამიტომ არის დედამიწის ვერსიები, იმიტომ შევქმენი რომ კომპასი პირველ რიგში ხო ეგ მინახავს, მაგრამ რას მომნახე? ხო ვიცი. კომპასი პირველ რიგში ესე იგი ადასტურებს რომ დედამიწა სიბრტყეა და მე მეორე რიგში უკვე ეს ადასტურებს იმას რომ ჩვენ სიმულაციაში ვცხოვრობთ რა. ჩვენ ცხოვრებაში ნამდვილად ვხვდებით მეტალის მსუბუქ ნივთებს, რომლებიც არც ერთ მიმართულების მხარეს არ ტრიალდებიან. ისინი უბრალოდ სიმშვიდეს ერთი წამით. არ ტრიალდებიან, ისინი უბრალოდ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. საინტერესოა რატომ მაინც და მაინც ჩრდილოეთი და არა სამხრეთი? მაგალითად ჩვენი კომპიუტერის ეგრეთ წოდებულ პროცესორებში უზარმაზარი რაოდენობის მეტალის დეტალი გაგვაჩნია, რომლებიც ამ სიტუაციიდან ეს გოგო რამდენჯერ ჩავხეთი. Привет. Привет. Как дела? Нормально. А у тебя как? Что за маска? Что это такое? Отлично. Я игровой персонаж. Ну, можно испугаться немножечко, если честно. Ну, я уже... Погнали. Давай. Ребятушки, все стучим по экранчику. Стучим, ребятки. Всем здравствуйте, мои хорошие. X3. Первый подрядчик умножается на. Давай. დაალაიქეთ, ხა უბრალოდ ეს გოგო მეგობრებში ყავს დამატებული. დაალაიქეთ, უბრალოდ ეს გოგო მეგობრებში ყავს დამატებული. თვითონ და მე გამომიწერა სტრიმერია, ძალიან კაი გოგოა და ის არის, რა ქვია, ეხლა 5-ჯერ გამომიგზავნა მოწვევა და ამიტომ ის იყოს, რა ქვია, იყოს ჩართული რა გავაგრძელოთ. ერთი-ორ ხელი ვეთამაშოთ. მაგალითად ჩვენი კომპიუტერის ეგრეთ წოდებულ პროცესორებში უზარმაზარი რაოდენობის მეტალის დეტალი გაგვაჩნია, რომლებიც ამ სიტუაციიდან გამომდინარე წესით მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ უნდა იყვნენ და პროცესორის ეს მცირე დეტალები ყველა შესაძლო გზით ჩრდილოეთისკენ უნდა ბრუნდებოდნენ, მაგრამ რეალობაში ეს ასე არ ხდება. მსოფლიოში მილიარდობით კომპიუტერია, რომლებიც მაგნიტურ ველზე არანაირად არ რეაგირებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ ბევრი მაგნიტით ვისარგებლეთ და მაგნიტთან რაც უფრო ახლოს არის მეტალი, მით უფრო ძლიერია ველი. მაგრამ ჩვენ ვერსად ვერ ხვდებით ისეთ მოვლენას, სადაც მეტალს ძლიერად მიიზიდავდა. ეგრეთ წოდებული დაარტყეთ სტიკერები. ეგრეთ წოდებული მაგნიტის გამოსხივების წყარო არ არსებობს. ის არც სადმე იგრძნობა და მისი დაკვირვებაც ვერ ხერხდება. უხილავი პროცესია და ამიტომაც შეუძლებელია ამ მაგნიტის მოძებნა. არადა სადმე რომ არსებობდეს, აუცილებლად ასევე იარსებობდა ამაზე უფრო ძლიერი მაგნიტიც და ასევე უფრო ნაკლებად ძლიერი მაგნიტიც. ანუ აქ საუბარი იმაზეა, რომ გეოგრაფიულ საკითხებს ვეხებით და რაღაცა ტექნიკური მაგნიტური ის არის შემოსული რა, რაღაცა მაგნიტური მექანიზმი რა. ზუსტად იმის გამო რომ შეუძლებელია ამ მოვლენაზე საუბარი და მისი ახსნა,
მეტყველებს იმაზე, რომ ამ მაგნიტურ ისარს უბრალოდ მატრიცა ატრიალებს. ამ შემთხვევაში კომპასი გახლავთ თამაშის სკინი და მატრიცული ალგორითმი მისი დახმარებით უბრალოდ ჩრდილოეთის მიმართულებას გვაჩვენებს და მორჩა. არაფერ შუაში აქ მეცნიერება და მაგნიტური ველი არ არის. რა თქმა უნდა, კომპასს თავისი ინსტრუქცია მოყვება. მადლობა მაიკო, მადლობა. რა თქმა უნდა, კომპასს თავისი ინსტრუქცია მოყვება, რა როგორ უნდა გაკეთდეს, რომ კომპასის ისარმა ჩრდილოეთით აჩვენოს. მატრიცა ხატავს ისარს ისე, რომ იგი ჩრდილოეთის მხარეს აჩვენებს. არ არსებობს ისეთი ტიპის მაგნიტი, რომელიც ათეულობით 1000 კილომეტრის დაშორებიდან მატრიცის დაშორებიდან მეტალის რაიმე მცირე ზომას მაინც მიზიდავდა. რკინას თავად მობრუნება არ შეუძლია, იგი მექანიკურად ვინმე უნდა მოატრიალოს. ანუ მადლობა. Say again. Fine, let's go. Конечно. Настя, ты ее, кстати, поешь? ხო. ხო, ვინც ის მოიგებს, მე მადლობა. ვინც ის მოიგებს, წაიღებს მეგონი სტიკერებს, ხო? ამდენ ხანში მთავრდება 14 წამში. კაი და მე გავთიშავ. სად წავიდა ზევით რა ეწერა? ხო, ეხა გამოვედი ლაივში, იმიტომ რომ ეხა სტრიმერობისთვის არ ცალია, მე ჩარტებს მე გავაკეთებ, მე გავაკეთებ ხოლმე, ოღონდ ნორმალური ხალხი ვისაც უცნობ რა. ხო და ეხა დღეს იმიტომ გამოვედი, რომ მე 2-3 დღე არ მეცლება. დიმა, შენ ზედმეტად გადათლებული ხარ. ბეთს იზდას, ხო, ეგ დამუხტვის თემები ვიცი. Прекрасно пою, только я же не пою сейчас. Чуть-чуть скривляюсь. Диманчев. Диманчев? Здравствуйте. Что значит Диманчев? Спасибо, Нарине. Сколько мы в эфире уже? 2 часа 10 минут. Тут я понимаю, что подустали лапки у меня уже. Привет, Ханса. Я уйду. Пока. Ты? Пока. Не знаю, не замечала. Спасибо, пока-пока. Может, потому что когда мы с тобой видимся... Спасибо, пока-пока. Может, наверное... Давай, потом. Ეხლა სტრიმებისთვის უბრალოდ ამცალია. ხო, ეხლა მე რუსულს კარგად დავხვეწავ ცოტა ხანში და მე ვაფშე რუსებს შავერთები ხოლმე რა. ქართველებთან ჩართვას რამდენიმე იმასთან რა ნაცნობებ ხო, ტყეში ვარ ხოლმე დრო აი ნაცნობებს შავერთები ხოლმე, იმიტომ რომ უცნობებთან ჩართვა არ შეიძლება. რუსებთან და იმასთან უცხოელებთან კარგია პირიქით ის არის კინევას არამე დაგიწყებს და ჩხუბს და აქ ყველა ჩხუბობს კომენტარებში როგორ ჩხუბობენ და იმან რო ჩაერთო მე რო ისა მე რაღაც იზავდნენ. არა სამომავლო თამაშებს ჩავთავ ხოლმე, მაგრამ ჯერ ამცალია ხა მაგას უნდა ხან სიბნელეში ვზივარ, ხან იქ ხან ეს და ხო ლეგვის ის არის უკან. ადრე თამაშობდი ხოლმე 1-2-თან. ანუ თამაშის დროს უნდა დაარტყოთ ხოლმე სტიკერები და ალაიქოთ. მოგებულს მიაქვს ის სტიკერები რა, იქ სტიკერები ფულია ჩათვალეთ რა. ოღონდ TikTok-ს მიაქვს 70% რა, მაგრამ ეგ გოგო სტრიმერია და ეგ გოგო ხა მაგით შოულობს ჩათვალე ფულს რა, მაგარ ფულს შოულობს. აბა 24 საათი ლაივებში ტყუილა რატო არიან? მე ხარ მცალია თორე დიდი სიამოვნებით. წეღანს ბეტონს ვზილავდი და დანადგარი პატარა 4 ტიპა მაგ ტვერს ისრუტავს ჰაერიდან, კაი რამეა. ფულად ხო, კოინებს ურტყავენ, კი, კოინებს ურტყავენ. კი, მე TikTok-ს მიაქვს 70%.
აი ხა მაგათაც თქვენ როცა სტიკერებს არ ტყავთ 70 მე ვიცი რომ 70 მიაქვს 70 მე ესე ვიცი ვიცი კი არა ეგრეა მაგრამ მაგრამ TikTok აი მე როგორ თემა არის რომ TikTok-მა ისეთი რამე შექმნა აი ხარით TikTok-მა ისეთი შესაძლებლობები შექმნა რომ 70% ეკუთვნის მაგრამ აქ ხა მატრიცული კუთხით რა არის პლუს ნახე საერთოდ როგორ რაღაცა გავაკეთე რატო დავდე ადრე მედო ის კი მედო საქართველოს ბანკის ანგარიში მაგრამ ქისაჯი რატო კარგია რომ ქისაჯი გაკეთდა აი ქისაჯიც და ნახეთ როგორ რამე არის TikTok-ის დონაციები და ქისაჯის დონაციებსაც ანუ ქისაჯის მიაქვს რავი 5 თუ 7% თუ რაღაცა ანუ აუცილებელია ნახეთ როდესაც მე გეუბნებით საქართველოში ქართულ რეალობაში აუცილებელია ანუ პირდაპირ არ უნდა ჩაგირიცხოს დონაცია ადამიანმა ანუ აუცილებლად უნდა იყოს გარდამავალი ქისაჯი არის იმ პავლემ გელაძემ შექმნა მე მგონი პავლემ გელაძემ შექმნა ეგეთი საიტია დონაციებისთვის შექმნა ეს ვიღაცას რო დონაცია უნდა გაუკეთონ და ბლოგერებისთვის და ანუ ეს არის აი გენიალური საიტია შექმნილი შედიხარ იქ დარეგისტრირდები შენ საბანკო ბარათს მიაბავ ვთქვათ მეც მაქვს მიმული ჩემი საბანკო ბარათი და შენ რო სიტყვაზე 5 ლარს აი შენ რო გინდა ჩამირიცხვო აი რისით მე რას ვყვებოდი ნახე ვთქვათ ადამიანს უნდა რომ ჩაგირიცხოს 5 ლარი რა თუ ადგება და საქართველოს ბანკით ჩაგირიცხავს ხო პირდაპირ მოვა სრულად 5 ლარი ჯობია მაგრამ არ ჯობია იმიტომ რომ საქართველოში სხვანაირად არის იმან თუ ჩაგირიცხა პირდაპირ ფული მე გავალდებულებს რაღაცეებს და ანუ გაგრძნობინებს რომ შენ იმასთან ვალში ხარ იმიტომ რომ მატრიცის გადასახადი არ გადაგიხდია როდესაც ქისაჯის ვთქვათ მიაქვს 5%-ია თუ 4% თუ რაღაცა რამდენსაც ჩაგირიცხავენ იმის 5%-ია თუ 10 არ არის 10-მდე რა 7-8%-ია მე მგონი სადღაც როდესაც იმას თავისი პროცენტი მიაქვს ამ დროს ხდება მატრიცაში გადასახადის გადახდა და მე ვალში აღარა ვარ არავისთან ასევე დონაციას როდესაც არ ტყავს ვიღაც აი მე უნდა რაღაცა მინდა გაჩუქო თუ გინდა რომ მაჩუქო მე პირდაპირ ვერ ავიღებ შენგან საჩუქარს იმიტომ რომ არა ჰაერში ფულის გადაყრა არ არის ნახე როგორ რაღაც არის მე რო პირდაპირ ავიღო საქართველოს რეალობაში გეუბნები რომ პირდაპირ ფულის აღება პრობლემებს იწვევს რა გაიხარე ლაშა ანუ პირდაპირ ის აღება პრობლემებს იწვევს იმიტომ რომ იწყება მე რაღაც აყალმაყალი და მოგეთ არასერიოზული ლაპარაკები ხო და ამიტომ ჯობია რომ დაარტყა გინდა საჩუქრის გაკეთება ჯობია სტიკერი დაარტყა იმაში TikTok-ზე 70% წაიღოს მე მირჩენ აი წარმოიდგინეთ რატო უნდა აი ესე იგი რადონეზე ესე იგი ცუდი სიტუაცია უნდა მოყვებოდეს მაგას რომ მერჩივნოს რომ 70% წაიღოს TikTok-მა ეს ანუ ეს მატრიცას მეაქვს თავისი გადასახადი რა ეს არის ესე ჯობია მოკლედ რა სადარი ხალხი ეს შუშა ცოტა მეორთქლება მაგრამ ზატო ამაში უფრო კარგად ვლაპარაკობ რა არა მე მესმის ისა ლაშა მეტი რო დამჩეს რო ურჩევნია შეიძლება ურჩევნოდეს მაგრამ ანუ მეტი თუ გინდა რომ დამჩეს მაშინ უნდა ქისაჯიზე უნდა ჩარიცხო დონაცია ეხა იქ იმას გეიმერებს და იმათ რო აქვს გაკეთებული ჯერ უბრალოდ ეხა კომპიუტერი მაქვს ასაწყობი ეხა კომპიუტერი სტუდია მაქვს ასაწყობი თავიდან ბოლომდე ჩათვალე იმიტომ რომ მე ეხა უბრალოდ რა შვებიცი მე ეხლა ამ მასალებს ვაგროვებ მადლობა სანდრიკა მასალებს ვაგროვებ როდესაც ამას სანამ სტუდია არ მაქვს ანუ გეიმინგის სტუდია უნდა ავაწყო მე პლუს ეგ ყველაფერი სტრიმები უნდა წავიდეს როგორც იცი მე რა ვიცი თუ იქნა მაგის სიტუაცია შესაძლებლობა და რა ვიცი მშვიდობა თუ იქნება ეხლა თვითონ როგორც არის რომ დავჯდები და სტრიმზე რომ დავჯდები როგორ YouTube-ზე წავა როგორ წავა ერთი ესე ვთქვა
შეიძლება ლეპტოპით. მოგეთ ერთი სიტყვაზე ვთქვა, ტელეფონით TikTok-ის ლაივში ვიქნები და YouTube-ზე ვიქნები გეიმინგის სტრიმზე რა, თან პლუს. და იქ იმის დონაციაც კიდე ცალკე იქნება რა. ანუ და მე 64 ეკრანზე ვიქნები ერთდროულად. ხო და ეს მასალები დაგროვებული იქნება. თან ვილაპარაკებ YouTube-ზე ვინც ვიყურებს იქ ნახავს რომ რაღაცებს ვითამაშებ. არა კაუნტერი არა კაუნტერის მუღამი მე აღარ მაქვს ხა ჩემები თამაშობდნენ მაგრამ არც CS:GO-ს მუღამი აღარ მაქვს CS:GO და ესენი ხა უბრალოდ სხვა რო არაფერი იყო თამაშობდი უფრო Call of Duty-ს ვითამაშებ Call of Duty-ს სხვადასხვა ვერსიებს ვითამაშებ ვითამაშებ ესე იგი აი Red Redemption-ები და რაღაც ეგეთი რაღაცეები კიდე რა ქვია Warface ვითამაშებ ხა უბრალოდ ზოგი ჩანაწერია ზოგი ისია ზოგი ასეა მადლობა დონაციებისთვის ეს სტიკერები და ლაივების ოხშენ რა ედება ხა სტრიმები რაც უფრო მოიხოდება მე გაისიდან ბევრი რაღაცა გეგმები მაქვს ამიტომ დაალაიქეთ და არტყით სტიკერები აი უბრალოდ ერთი ვარდით რომ დაარტყათ ხა უბრალოდ მე რისი თქვა მინდა მე აქ კი არ მათხოვრობ აქ რაზე არის საუბარი რომ მე ძალიან დიდი გეგმები მაქვს და მაქვს გაწერილი ეს გეგმები მადლობა გლეხი ეს გეგმები წლებზე არის გაწერილი და თქვენ ხედავთ რომ პირველ რიგში ზომბი აპოკალიფსისთვის მე ნაწილობრივ უკვე მომზადებული ვარ რაღაცები კიდე მაქვს გასაკეთებელი ეხა შუბი აი ჩემი ჯოხი აი ხა მოიცა გაჩვენოთ აი ხა გაჩვენოთ რაღაცა ერთი წამი დამელოდეთ ერთ წამს დამელოდეთ ესე იგი აუ წეგან ესე იგი კვერცხების პინტერესტში ვეძებდი კვერცხების ფოტოებს და აუ მეთქი რა კვერცხებია გადავირია ეს დავკეთო აღარ მინდა აი ოღონდ ხა ეს თოფად არ აღიქობს კაი იქნება ვიდეოსაც გადავიღებ მაგრამ აი ჩათვალეთ ეს გამოვიდა როგორც არბალეტი ეს არის თევზებზე ჩანგლაობის ან თევზის ისარს რო ისვრის აი შეხედეთ აი ესე ის არის უბრალოდ ხუთში მიდევს რა აი შეხედეთ აი აქამდე ძლივს მომაქ რა ურთულესი გადასატენია მე ახაც იმას ჩავრთავ ხოლმე ეს არის დიდ თევზზე დიდ სასროლის სასხლეტი ხო მართალი ხარ ჯიგარი ხარ ნახე ლაგატკასავით არის მაგრამ აი ეს რო იჭიმება ის არის ჩავდე რა თევზი ხახნო ჩვეულებრივი არბალეტია ესე იგი პლასმასის ბოთლი გახურიტა იმაში რა ქვია აი კარდონი კი არა ფანერა რო არის ფანერის კედლები აქვს ხოლმე ამერიკას ფანერა გახურიტა მეორე მხარეს გავიდა არა ვტენი ძალიან გაჭიროებით ესე ანუ აი აქამდე უნდა ეხა ტყვი არ მიდევს ეხლა აქ აი ეს რო არ გამოვაჩინო აი აქამდე და კიდე ცოტა მეტი რა უბრალოდ უნდა დახრა უნდა რა სანა გადატენი გაგლახავენ უკვე მართალი მარა რას ვამბიცი ხა ამას ზომბი აპოკალიფსისთვის მე ხა შევინახავ ეხა ამას როგორი თემა არის იცი რომ აქვს პატარა ის არის ხო არა ის არის არ მიდევს ეხლა აქვს პატარა ის არის თევზისთვის მაგრამ მე ამ ისარს ეხა გავაკეთებ შვილდისრის ისარს მადლობა გახი და ანუ შვილდისრის ისარს ჩავდებ ანუ პირდაპირ ზომბებზე გამომადგება რა ასევე
უბრალოდ თავდასხმის შემთხვევაში მადლობა ვინც ალაიქებთ და ასე თქვა და ვინც მაფოლოებთ თავდასხმის შემთხვევაში ადამიანს ეს ახლა ვერ მოკლავს, მაგრამ ანუ თქვა თავდაცვის ამბავში შეიძლება რომ მე ამ ხელსაწყოებს და იარაღებს ყველაფერს ნელ-ნელა გაჩვენებთ. თავდასხმის ამბავში შეიძლება რომ ადამიანი დაჭრა რა. ანუ რომ თავი რომ დაიცვა რა, ეხლა ვინმეს რამე კი არა უნდა, მაგრამ აი ძალიან დიდი დარტყმა აქვს რა. ხო და ამიტომ ამ იარაღებს მე თქვენ გაჩვენებთ. მადლობა. დუბინკა ვისროლე ხეზე არის გაჭედილი რა, კიბე უნდა მივადგა მეზარება ჩამოღება. პლუს ჩემი სატრიალებელი ჯოხი, მაგას შუბი უნდა რაღაცა უნდა გამოვჭედო, შუბი უნდა გავაკეთო რა. მაგრამ შუბი გამოვიდეს, რომ სასროლი შუბი, ეგეც აუცილებელია. რაღაცა ჯოხი გამეჭედა, იმ ჯოხს ვესროლე, ესა ის ჩამოვარდა და მე ბიტა ტყემალზეა შერჩენილი რა და კაკალდეს კიბე უნდა მივაყუდო და ხო და რას ვამბობ რომ ამდენი წელია მე ამ ზომბი აპოკალიფსის თემას შეჭიდებული ვარ. ეს ყველაფერი უფრო გაგრძელდება. სხვებას დაარტყით სტიკერები და ლაიქეთ. გაგრძელდება და უფრო საინტერესო რაღაცებს გაჩვენებთ. მე სასროლეთში გადავალ, უკვე სასროლეთიდან გადავიღებ ვიდეოებს. ეხლა უბრალოდ სასროლეთიდან ლაივს ვერ ჩავთავ, იმიტომ რომ იქ დამიბლოკავს იარაღზე. იქნება მადლობა. მაგრამ YouTube-ს გადავიღებ და YouTube-ს დავდებ. პროსტა აი აი YouTube-ის და TikTok-ის შეზღუდვების 1% ვიცი, იმიტომ რომ იმდენად ყოველ კვარტალში ერთხელ, იმდენად ყოველ კვარტალში ერთხელ იმაშვებიან, რა ქვია, ცვლიან ამ წესებს, რომ ტვინი შეიჭამა და ამის კითხვას აღარ ვაპირებ რა. კითხე. არ არის ეს არბალეტი, ეს არის სათევზაო, არბალეტი მეგონი კანონით ისჯება. ეს არის სათევზაო ისარსისთვის, ანუ თევზის საჭერია ესა რა. მაგრამ ეს ისეთი ძლიერი ისრის, ისეთი ძლიერი ისრის, რომ ანუ ზომბებზე გამომადგება რა. კვერცხზე ვნახე შენი ვიდეო, მართლა ძალიან ჭკვიანი ხარ, გენიოსიც ხარო. აი ხარ. მატრიციდან რო გადიხარ, მე მატრიცა არ გეძებს უკან. როგორ არ გეძებს, რას ლაპარაკობ, რას არ გეძებს? გეძებს რომელია? იცი რა ხელა ბრძოლები მიდის? აი სხვათა შორის ერთხელ ია მომწერა, ხა არ ვიცი აქ არის თუ არა, მაგრამ ია მომწერა, რომ აი ზუსტად მაგაზე მომწერა, აი შენო სიტყვაზე მატრიციდან გასვლა ხარ სრულად ანუ როგორც მატრიციდან შეიძლება ხარ გასული, მაგრამ მაინც გიწევს ესე ვთქვათ ბრძოლა, რომ შენო რამხელა ტვინის ბურღები გექნება, ეხა წარმომიდგენია მეო და აი ეგ არის ის ხალხს გონია, რომ ვიღაცა შტერი ზის TikTok-ზე და ლაპარაკობს, რომ აი მე მატრიციდან გავედი, რა მატრიცა აი ახლა მე გეუბნებით ხალხმა. ისეთი მოვლენები და ისეთი ფაქტები არის მომხდარი, რომ რო არა სიმულაცია გამორიცხულია. აქა ხო აი გამორიცხულია, რომ ხო რეალურად ეგ ვირუსი შეიძლება იყოს მზად, ხო რა, ну ვირუსიც იქნება ეს 5G და 6G და 7G ანტენების სიმძლავრეებით. ანუ ჭკუიდან წარმოვიდგინეთ ხალხო, არანაირი ზომბი აპოკალიფსი არ არის და ხალხის რაღაც ნაწილი ისედაც უკვე ჭკუიდან შეშლილია, ხალხი რეებს აკეთებს. მე რაღა იქნება? ხალხს სიმართლის მოსმენა არ უნდათ კომფორტის ზონაში ყოფნა უჩვენიათ. ანუ საუბარი ნახე კვერცხის თემაში რა იყო საუბარი? მანდ მივდივართ ჩვენ რასთან რომ ესე იგი ეს არის ღმერთი რო ქმნის სამყაროს შემოქმედების პროცესის პროგრამა არის თუ სიმულაციური პროგრამა არის? იმიტომ რომ შეუძლებელია კვერცხი ჩამოყალიბდეს 24 საათში კვერცხი ჩამოყალიბდეს ქათმის ორგანიზმში და ამ ქათამ ეს კვერცხი დადოს რომელიც მთლიანად სრულად კალცია თითქმის, ну კალცია და კიდე რაღაცებს შეიცავს. ალბათ იგი კვერცხის ნაჭუჭი. ალბათ კირქვას ან რაღაცებს არ ვიცი. ხო ეს არგუმენტირებულა და ხო და მაგიტომ გეთახმები კარგად აზროვნებთ ხო შენ და კარგზე და ცუდზე არ არის, ეს არის არგუმენტირებულად მეც ახლა ვსწავლობ მაგ რაღაცებს რა. აუს ჩავაქრო. ხო გაიხარა. არ მე შექება არაფერი შექება არ მინდა მე იმდენი
უბრალოდ მე ანუ მცირე რაოდენობა ხალხის მიხვდება რა. ვიცი, მუცარში მცირე ის არის, პატარა არის, რბილია, წითელია და მე ფორმას იღებს, მაგრამ აი ნახერასო თავისით რომ სითხემ ნახერასო ანუ ორგანიზმში რომ ეგ ყველაფერი დალაგდეს, აი ცილა ცალკე კვერცხი, გული ცალკე ფორმა მიიღოს და ყველა კვერცხი იყოს ესეთი ოვალური ფორმის, ახლა წვიმა მილიმეტრებში განსხვავებები არის ახლა ცოტა, მაგრამ ძირითადად ანუ ეგ არის აი ანუ აი ეგ რას ვამბობთ, კიდე ვიზახე რომ ეგ არის ან ეგ ნიშნავს იმას რომ ესე იგი ღმერთმა რომ შექმნა სამყარო ეს ნიშნავს რომ ესე იგი ან შემოქმედების პროცესი გრძელდება, ან კიდევ ეს არის სიმულაციური ნახატი რა. ფრიმასონრი რა არის, არ ვიცი ეგა. შეუძლებელია რა თქმა უნდა. ევოლუციურად დალაგდა ეგრევე, რას ლაპარაკობ, ევოლუციურად დალაგებაზე საერთოდ ზედმეტი არის ლაპარაკი. აი, დიმა, ევოლუციურად დალაგებაზე არის ეგეთი გამოდადრეს თქვი. აი, ევოლუციური დალაგება რაღაცეების რას ნიშნავს? აი, ხალხი რას ამბობს ისეთ რომ აი, ესო იგივე არისო? აი, სვალკა რო არისო, აი, ესო იგივე არისო? აი, ევოლუციური დალაგების თეორია იცით რა რას ნიშნავსო? აი, ზუსტად ერთ-ერთში არის იგივეო, რომ აი მანქანების ჯართები, მანქანების ისინი რო არის, რა ქვია, მანქანების ნაწილები რო არის, ხო იცი? მანქანები რო ყრია, დაშლილები, ხო? აი ესო იგივე არისო, რომ მანქანების დაშლილებშიო, ნაწილებიო თვითონ შეერთდესო, აეწყოსო ბოინგიო და თვითონ გაფრინდესო. აი გარი ევოლუციის თეორიაო. აი იმენა იდეალური შედარება რა. ხო, გაფრთხილებით არის დაკვეთა, ეგ მაგას ქვია, ეხა აღმოვაჩინე, თურმე მაგას რქმევია პროგნოზირებადი პროგრამირება. პროგნოზირებადი პროგრამირება ქვია, როდესაც გვაჩვენებენ. ეხა ამ ფილმსაც რასაც უყურებდი, დავიწყე ყურება, აქაც რაღაცას გვაჩვენებენ ალბათ უცხო ცივილიზაციებზე. ხო, გასაგებია. ხო, და ამიტომაც როდესაც ეს სტრიმები განვითარდება, კიდე ბევრი საინტერესო რამე იქნება. მე იარაღებს გაჩვენებთ, სად რა უნდა შეიძინოთ. მე შეიძლება მაღაზიებსაც ვესტუმრო. ბევრი გეგმა მაქვს, ნახოთ რა, ანუ აქტიურობა თუ იქნება, თქვა იქ სტრიმებზე მაყურებელი, შევხედავ რა ქვია, ლაიქები, გაზიარებები, მოგეთ აი, დიჟენია რო იქნება. მე გაჩვენებთ ბევრ რამეს, სად რა უნდა შეიძინოთ და ასე შემდგომ. იმიტომ რომ დაგჭირდებათ რა, დამიჯერეთ დაგჭირდებათ. ხო, ანუ ძირთად ჩვენ ვანვითარებთ. ამას რა სახელი დაუწერია? პირველ რიგში უნდა იყიდოთ ხელსაწყო იარაღები, სამუშაო იარაღები. აი ხა ტაჭკაზე მილაგია ტაჭკაზე. მე აი იმას შტატივი მაქვს მოსატანი წამოსაღები ბუნებაში და დავამონტაჟებ და ესე თქვა ჩემს ხეხილის ბაღში და აგარაკზე და ტყეში გაჩვენებთ ხელსაწყოებს. მე ხო და მე თქვა იმასაც ჩავთავ ხოლმე რაღაც საჭმელებს რო ვაკეთებ, მაგ დროსაც ჩავთავ ხოლმე ლაივს. ცეცხლზე როგორ ვწვავ რაღაცებს, ხო გაინტერესებთ? აი ცეცხლი ელემენტად თუნდაც ცეცხლი როგორ უნდა დაანთოთ. გაფორმებით, ხო, თუ გაიფორმებთ, დაგჭირდებათ კი. და უცხოეთში განსაკუთრებით დაგჭირდებათ, იმიტომ რომ მიგრაციის და მიგრანტების თემა, ეს მიგრანტების მე არ შოულობ, ფულს არ მუშაობ. მიგრანტების თემა ძალიან წალეკავს ევროპას და ცოტა ჩვენ შეგვეხება. ძალიან დიდი საფრთხე არის, სპეციალურად უშვებენ ამ მიგრანტებს რა, უცხოელ მიგრანტებს. ელექტრობატარეებზე ხელსაწყოები უფრო კაი პონტიაო. ანუ როგორ არის იცი რომ ზოგი ელემენტებზეა კარგი, ზოგი ბენზინზე უნდა გქონდეს.
მაგრამ ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქნება მომენტი, რომ ზოგჯერ ბენზინი არ იქნება, იქნება მომენტი დენი არ იქნება. ამიტომ ახლა თქვენ უნდა გაანაწილოთ. მაგალითად ახლა ბალახის ცელი ბენზინზე ჯობია, მაგრამ ახლა მე პატარა მაქვს ელემენტზე რა და პატარა ადგილებს მაგით ვცელავ რა, იმიტომ რომ ან ბალახის ცელს მე მაგალითად აღარასოდეს აღარ ვიყიდი ბენზინზე. იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი ტვინის ბურღვა რა. აი, უნდა ეფერო, დედასპიცა ვარ, უნდა დააორსულო რა, აი, უნდა აქეთ-იქით ეს რკინები გადაუწიო და დააორსულო, რომ დაიქოქოს რა, ეს არის კატასტროფა რა. ბალახის ცელი ეს არის კატასტროფა. აი, ბენზინი ის დრუჟბას არ უნდა მაგდენ კეთება, ბალახის ცელს რომ უნდა, რომ ესე იგი უნდა ზეთიას ხა სუნა აკეთო, უნდა ეხვეწო, რომ დაიქოქოს, სუ სვეჩების სულა შევღონდი, დედასწრა შევღონდი, გადავაგდე. ელემენტი შეაერთე, დააჭირე ხელი და დატრიალდა, всё. და დენი თუ არ იქნება ერთი მაგის დედა ცვატირე კიდე რა, გაუშვებ ცხვარს და ის მოწევს ბალახს რა. აი, ტვინი შეიჭამა ბალახის ცელით, იმენა არ მუშაობს. სოფელში წავიღეთ, გამართული ყველა და ბიჭო, არ დაიქოქა ტიპი, იმენა თავი მოიკლა, არ დაიქოქა. ცხვარი არ არსებობს, ხო? და არ არსებობს. დასაკოქი გენერატორი ხო? კარგად. ეს ჩანაწერი იქნება YouTube-ზე. მე პიროვნულად ახლა ყველასთან დიალოგში ვერ შემოვდივარ, ძირითადად კითხებს პასუხობ. ხო, ეს არის სპეციალურად ხალხს აჩვევენ უდენობას. ხალხო, კრიპტო მაინინგები არაფერ შუაში არ არის. მეტროში რო დენი გაითიშება, რა კრიპტო მაინინგებზე მელაპარაკი, რა შუაში არის კრიპტო მაინინგები. ეს ნიშნავს, რომ ხალხს აჩვევენ უდენობას. ხო და კაია რომ გვაჩვევენ, მაგრამ ჩვენს მომემზადებით რა. ხო და ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ეს სტრიმები საჭიროა ხალხო იმისთვის, რომ დადგება მერე მომენტები, რომ ცოტათი მომზადებული რო იქნებით, მაგრად გაგისწორდებათ. მეზეში კიდევ როცა ტოვებ ბენზინს ცელში გინდა და კიდევ როცა ტოვებ ბენზინს ცელში გინდა დრუჟბაში. ხო, კაროჩე რა, აი დაანტვინის ბურღვა რა. ერთ წამით დამელოდეთ. ეხლა მოდი მე გავიკეთებ იმ ფილტრს. ცოტა ხნით დავასვენო სახე. მოიცადე, აჰა, всё. ესე იყოს. რომელი ალაპუგაჩოვა მე ვარ, ეხლა სახე გამოვაჩინო. არა, სადაც ვარ ხა არცხელა გრილა. ეხლა ცოტა აგრილებას იწყებს, იქითა კვირადიდან კიდე დავარდება ტემპერატურა და ამოვისუნთქებ რა. იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, ბუზემა შემჭამა და კოღოემა. ხო, წელს ზაფხული თითქმის არ ყოფილა, აი პამიდორი არ მოვიდა ნორმალურად, იმიტომ რომ ზაფხული არ იყო რა. ანუ არ იყო სიცხე, მაგრამ მაგ პამიდორისთვის სიცხე ამაფშე არ მიდა. ოღონდ სიცხე არ იყოს და პამიდორს არ დავდობ რა. ეხლა მე სხვადასხვა ლოკაციებზე ვარ, სად ვარ ხოლმე აღარ ვამბობ რა, მოკლედ სადაც ვიქნები ხოლმე, იქაც გადავიღებ ხოლმე და რო დავდებ, როცა იქ აღარ ვიქნები, მერე დავდებ ხოლმე რა. ვითომ ისავარ რა ქვია იმას.
ჯეისონ ბორნი ვარ, ვითომ და მეძებენ. ვის რაში მჭირდება? აბა კარდენახის პომიდორი რომა, ყველგან ეგ როგორ მოვიდაო. აუ მე გეტყვი, ყველაზე გემრიელი პომიდორი სად მაქვს ნაჭამი. ქვათახევში რომ მივდიოდით 2016-17 წელს წავედით. მეგობრები ვიყავით მანქანით რა ლაშქრობაზე. ქვათახევში რომ მივდიოდით, აი ქვათახევის ხეობაში სადაც გზაზე სანამ მახვალ იქ რაღაც სოფელი იყო რა. ამიდორი იყო, აუ აი როგორი კიშკა გაგვიხსნა, იცი, აი დაბოლილზე რო კიშკა ეხსნება, ახლა აი ეგრე გაგვიხსნა კიშკა რა, გადავირიეთ, მე რა იქ ბუნებაში ვჭამდით რა. ანუ ჭამა მოგვანდობა, აი გაგვაგიჟა რა, ანუ ნატურალური რაღაცა, აი ძალიან მაგარი იყო რა. წინარეხი ხო, აი წინარეხი იქნებოდა რა იქვე რა, წინარეხთან რა. სადღაც მანდ რა. ხა რო შევიდე რუკაზე დაახლოებით კი ვნახავ რა. მატრიციდან თან ვარ გამოსული, თან არ ვარ გამოსული. აუ ეს კოღოეთ დავიჭირო. ჭოპორტისაც მაგარი იქნება ხო? არაფერი ერთადერთი ხა მე შეცდომა ის დაუშვი რომ ეს ნესვიდე ეს აღარ უნდა გამეშვა, იმიტომ რომ ვეღარ უმარგლავ რა. ბალახებს ვეღარ ვაცილებ რა. კაროჩე დავიკიდე რა. რაც გაიზრდება და რაც დამწიფდება, იმიტომ რომ ეხა აზრი არა გაგვისტოში, ეხა ის რა ქვია ხარიგულას პომიდორი ავიდა ზევით და ეხლა დაიწყო ერთი-ორმა მოსხმა და რაღაცა და რავი ეხა დეკემბერში ხო არ დამწიფდება, როდისღა იქნება. მაგრამ კაროჩე პრინციპს მივხვდი, კიდე ერთხელ მივხვდი რაღაცეებს რა. უბრალოდ ამ ნესვს და საზამთროს სხვაგან გადავიტან. არაფრით კიტრი უნდა იყოს ვაფშე ცალკე, იმიტომ რომ ისეთი მავთუხლართებს აკეთებს, რომ ვაფშე იმენა ანადგურებს პომიდორს, იმენა ამას თქვას არ აძლევს. ეს ყველა ესე გრიხავს რა. ხო და კიტრი ვაფშე ცალკე ვიზაო, ნესვს და საზამთროს ცალკე გავუშვებ და გოგრას და პომიდორი უნდა იყოს ვაფშე ცალკე რა. და მწვანელები კიდე ცალკე. გაიცად ეგრე ვიზა უკვე რა. ეხლა რაც მოვიდა, კაი თითო როლა არის, მაგრამ ცოტაა რა მაინც რა. რა ვიცი, ოღონდ სიცხე იყოსო, სიცხე ხახმე როგორ უნდა გიყვარდეთ, აი მე არ მესმის. სიცხე რა არა, აი ახე ნორმალური ტემპერატურა არის, აი ისეთი ტემპერატურა, რომ აი გესიამონოს წყალში ჩასვლა რა. აუ ვერ დავიჭირე ეს ისა, კოღო. რომ გესიამონოს წყალში ჩასვლა რა. აი ხა უყურე კორპუსში ვიზიაქი 2 დღის წინ ვზივარ კორპუსში რა. სამივე ფანჯარა მქონდა ღია. და ფანჯრიდან უბერავს გრილი კი არა, ცივი ჰაერი. ამ დროს გარეთ, სიცხე ასე თუ ისე. მაგრამ აი რისი თქმა უნდა ხახტოც, აი ეს აი წინა წლების ტემპერატურას რო შევადაროთ, აი მე გეუბნებით 100%-იანს. მე მივხვდი, აი დასკვნა, მე ხახ კლიმატური იარაღზე ხო ვლაპარაკობ, მაგრამ აი ხო არის ამ ყველაფერს ფაქტებიც ადასტურებს. ანუ ცივი გრილი კი არა, ცივი ჰაერი უბერავდა გარედან. ანუ ზაფხულის სიცხე, ზაფხულის რეალურმა ან ბუნებრივმა სიცხემ ვერ უნდა შეძლოს ჰაერის ტემპერატურის გაცხელება. ანახეთ, კარგად მოусმენთ რას ვამბობ. ზაფხულის, ანუ როცა კლიმატური იარაღი არ არის ჩარეული, ზაფხულის ბუნებრივმა სიცხემ ვერ უნდა შეძლოს ჩრდილში არსებული და ზოგადად ან მოძრავი ჰაერის ტემპერატურის აწევა, ანუ ჰაერის გაცხელება ვერ უნდა შეძლოს. ეხლა გავიხსენოთ შაშაწი და განსაკუთრებით იმის წინ 2023 წელს ფანჯარას ვერ გააღებდი. აი საცხობთან რო გაგივლიათ და დიდი ეს გამწოვი ჰაერის ტრუბები რო არის გამოყოფილი იმეებში, ხო იცით? რა ქვია იმას, შენობებიდან რო არის გამოყოფილი. აი რო გაგივლია და ძალიან ცხელი ჰაერი რო უბერავს, დაჟე იქაც არ უბერავს ისეთი ცხელი ჰაერი, ფანჯრიდან უბერავდა ხახნო ისეთი ცხელი ჰაერი, მადლობა გლეხი. ისეთი ცხელი ჰაერი უბერავდა, ისეთი ცხელი ჰაერი, რომ ეს არ იყო ბუნებრივი ხახნო, ეს არ შეიძლება იყოს ბუნებრივი, ეს არის გამორიცხული თემა რა. ეს პირდაპირ აი დღე წლევანდელი სიგრილე არის პირდაპირ დადასტურება იმისა, რომ წინა წლებში კლიმატური იარაღი მუშაობდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ზაფხულის სიცხემ ჰაერი ეგრე გააცხელოს.
აი ჩვეულებრივად დუხოვკაში რო შეყო თავი რა. აი ეგ იყო რა. ამიტომ წლევანდელმა ამინდმა აჩვენა, რომ კლიმატური იარაღი ნამდვილად მუშაობს და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ოხ ბიჭო, ეხლა რო დავარტყა, ფანარი გამიტყდება რა ეხლა რა. ეს როგორ დავიჭირო ეხლა? სპირალი ჩართული მქნა რა. წესი და რიგით ეგრეა რა. უდაბნოში ცხელი ქარი რო არის სულ კაც უდაბნოში ხო არ ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ უდაბნოში. კი, ნახე ბეტონს, ნახე თქვა დედაქალაქში ან ქალაქებში ბეტონს და ბეტონი და ასფალტი რო ცხელდება ის ინარჩუნებს სიმხურვალეს და ბუნებასთან შედარებით ხა ბაკურიანთან შედარებით მეტია ტემპერატურა, მაგრამ ანუ ჰაერის გაცხელება ვერ უნდა შეძლოს. ეს არის კონკრეტულად ან კლიმატური იარაღი ან რაღაცა მოწყობილობა უხილავი თუ რა ვიცი როგორ ხდება ამას ჩვენ ვინ გვაჩვენებს ან ეს აცხელებს ან კიდე მატრიცაში არის გაშვებული ალგორითმი და უბრალოდ არსაიდან იბადება ცხელი ჰაერი. ანუ მე ვსვამ კითხვას, რანაირად ცხელდება ჰაერი? ანუ გამორიცხულია. შეუძლია რატო რაჭაში რატო არ ცხელდება ჰაერი? ვეღარ აკონტროლებენ კლიმატური იარაღით ამიდებს, ნელ-ნელა ბუნებრივს უბრუნდება. დავითი წერს, ხო? ნუ აქ როგორც ვერსია გამოითქვა, ესე იგი ირანში ომის დროს ირანმა დაარტყაო ამერიკის ერთ-ერთ ბაზასო და იქ კლიმატური იარაღი გაუფუჭდათ, ხო? ანუ ესე იგი ზაფხული იყო, ჯოჯოხეთად ქონდა ნაკცევი ცხოვრება, აი ესე იგი რაღაცა ბალახი რო ვცელე 2 წლის წინ აი აქ ალერგია მომცა და ანუ ყველა ბანაობის მერე მაყრიდა რა, ალერგიული მქონდა, კანი გამიხდა ალერგიული, ხახნო ალერგია ცხოვრებაში არაფერზე არ მქონია. და წელს აღარ ამაქვს დავისვენე, რომ კიდევ კაი ერთი წელი მაინც შეღავათი ჩავარდა, რომ ეგ ეხა გაისად წესით აღარ მექნება რა. ესე აი მე და კანზე ამომდიოდა, ესე რაღაცა ფუთქავდა რა, ანუ ვიხარ შებოდი ეს რა ხდებოდა, აი ესე ვცურაობდი ოფში მთელი ღამე. მე კონდიციონერს თავდი აზრი არ ქონდა ისე სხვა ნერვებს ვშობ, ნუ საშინელება იყო რა. ჰაერი გამჭვირაო. ჰაერი გამჭვირვალეა, ირგვლივ სხვა მატერიალთან შეხება აცხელებსო. რა მყარ მატერიალს, რას ვქენ, რანაირად მყარ სადა ბეტონის კედელზე ცხელდება? ეგ გამორიცხული, ჯერ ესეთი ჰაერი ვაფშე არ არსებობს, მაგრამ ეხლა აგვისტოში მაინც იქნება გაუსაზრდელი სიცხე. არა, დამთავრდა სიცხები. ისა, ეხლა აი რამდენიმე დღე არის გამოცხადებული დღისით 35 გრადუს კარჩე, იქით აკვირიდან თუ არ შეიცვალა პროგნოზი, თბილისში და თბილისის პროგნოზით ვიძახი, იქით აკვირიდან სხვა ქალაქებში მით უმეტეს იქით აკვირიდან 30 გრადუს დაბლა იქნება და სულ მეტი აღარ ადის. ანუ გაისამდე ამოვისუნთქავთ რა. იტალიაში აფრიკული სიცხეები აღარაა როგორც წარსულშიო. აბა ძალიან სიცხე რო იყო. რაშა უფასო ბუნების კონდიციონერი თუ იცი რომელია, აბა მითხარიო. შენ რას გულისხმობ? ქვევრი და წყაროები და ეს ორმოები რო არის რაღაცა მაცივარი ისა? ახლა არ ვიცი, ეგენი ვიცი, მეტი სხვა რა ვიცი. ორი 2008-ში ცხელოდა? აღარ მახსოვს ძალიან ცხელოდა? ფერის ცვალების მერე მით უმეტეს. ამ ერთ კვირაში აგრილდება რა. ეხლა თან წვიმებია ცაცხვის ჩრდილი, არ ვშოულობ ფულს, ვაფშე არ ვშოულობ ხახნო, რა გინდათ ჩემგან. ტყეში ვცხოვრობ და მინაწილებენ ოჯახის წევრები საჭმელს. მაგის გამო დამშორდნენ გოგოები. უფლო არ ვსჭირდები. ჩანჩქერი არის ბუნებრივი კონდიციონერი. ნუ ახლა ჩანჩქერი რა თქმა უნდა მაგარია. უბრალოდ ახლა იქ ისტორიული მასოყვებია, რომ ხა ქვევრში ნახავდნენ რაღაცებს და
იქ ახლა და კი დაბალი ტემპერატურა იქნება ქვევში და ეს ვითომ მაცივარივით ადგილები რო ქონდათ საყინულეს რო ეძახდნენ რაღაცა ქვაბულებივით ქონდათ ციხესიმაგრეებში ეხლა იქ რა უნდა შეინახო რძის ნაწარმიც გაგიფუჭდება და ხორციც გაგიფუჭდება გამორიცხულია ხილს თუ შეინახავდა ხა ცოტა მეტ ხანს გაძლებს გასაგებია თორე ეგ ხა ეგეც გაყალბებული ისტორიის თემა ნუ ძირთად ტრუხა ბაზარია რა ცაცხვრის ჭრილი ახლა ცაცხვი რომელია ისიც არ მახსოვს ცაცხვი წიფელი ისა მუხა მერევა ერთმანეთში ტყეებში ლაშას ივანიშვილზე ბევრი ფული აქვსო ხო რაც შეეხება ფულს ახლა მე მინდა ერთი პატარა განცხადება გავაკეთო ხალხო ახლა მე გეტყვით ჩემს რეალობაში რა პროცესები მიდის და რა პროცესები მოხდება ამას თქვენ რა თქმა უნდა არავინ არ დაიჯერებთ და არც არის სავალდებულო დაიჯეროთ თქვენ თავარია მოისმინეთ 15-დან 40 გრადუსი აცდება ოქტომბრამდეო სინოპტიკოსებმა არ ვიცი ხა ჩემთან არ უჩვენები ეგეთი რაღაცა წესი და რიგით გამორიცხული 10 უკვე აღარ იქნება სიცხე მე ცალკე რეალობა მაქვს ეხლა მომისმინეთ რა ხდება რო იცოდეთ გარკვეული პროცესების შემდგომ ჯერ პირველ რიგში მე მუშაობ კვანტურ ფულზე ანუ კვანტურ ფულს გამოვიმუშავებ კვანტური ფული არის ჩათვალეთ მწვანე გაქანთებული ყველგან კვანტურ ფულზე ვისაუბრეთ ჩვენ და მე კიდე ვილაპარაკებთ მაგრამ ეს კვანტური ფულის გამომუშავება იმდენად დიდ თანხებს არ ტყავს რომ მე ადრეც გეუბნებოდით მე ნელ-ნელა მოვახდენ მთლიანი საქართველოს ოკუპაციას ჯერ ტერიტორიულად ასევე მე კვანტური ფულიდან გამომდინარე მთლიანად ჩავიგდებ ხელში ქვეყნის ბიუჯეტს ოღონდ ეს კვანტური ფულიდან გამომდინარე მე სადღაც რაღაცას კი არ გავაკეთებ რაღაც ჯარიმები რო არ დამიწერონ ახლა ანუ იქიდან გამომდინარე მე რა მასშტაბის ენერგეტიკულ სამუშაოებსაც ვასრულებ ეტაპობრივად ვაფშე ყველას ფული გახდება ჩემი ფული ეს მოხდება 100%-ით იცოდეთ წინასწარ თქვენი ხელფასები თქვენ პენსიები ვაფშე ყველაფერი ჩემი გახდება ოღონდ ეს ისე გახდა ამის მართვას მე გავმართავ ამ ყველაფერს რა მოკლედ მთელი ქვეყნის ფინანსები და ბიუჯეტი მე მექნება ხელში ოღონდ ეს ნაწილობრივ პირდაპირ ნაწილობრივ ვირიბად მე ამ ყველაფრის მართვას შევძლებ ნელ-ნელა იმიტომ რომ ეს მისია მაკისრია მე ეხლა მაგალითად მე თქვენ გეუბნებოდით აფხაზეთი და საბაჩაბლოს თემები დაბრუნდება თქო ეხლა ისე წავა ნახეთ არა მეფე არ ვიქნები კაცო მეფე რანაირად ვიქნები მე ვიქნები ღამის ბეტმენი ეხლა ნახეთ როგორ მიდის აფხაზეთში ამბები იქ ვიდეოებიც დადეს უკვე ბენზინზე რიგები მალე საკვებზე რიგები და ძალიან მალე აფხაზეთიდან გადმოპარვებს დაიწყებენ აფხაზეთი შემოუერთდება თავიდანვე იქით შეიხვეწებიან როგორც გითხარით იმიტომ რომ ამ ყველაფერზე მე ვმუშაობ მე ვაკეთებ ეს ენერგეტიკულ ეს იცოდეთ ხახნო რომ ეს ყველაფერი წყდება ენერგეტიკულ დონეზე ეხლა ისეთი ახლა არ მინდა რაღაცები ჩამოვთვალო იმიტომ რომ მე იმდენი ვიღაცა მისმენს ადამიანების გზების მიმართულ ანუ ხალხი გავუყენე გზას ზოგის რა მიმართულებით წავი და ზოგი რა მიმართულებით ეს ენერგეტიკულ დონეზე კეთდება როგორ დახარჯავ და აითვისებ მაგხელა თანხებს ლაშაო როგორ დავხარჯავ და ავითვისებ რო და ანუ პირველ რიგში ნახეთ როგორ თემა არის პირველ რიგში გააჩნია ანუ პროცესებში აი ბევრ რაღაცას გააჩნია მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს მე ვამბობ ჩემიდან გამომდინარე ეს ფინანსები უნდა გადანაწილდეს ისეთნაირად რომ პირველ რიგში უნდა დაიწყოს დეცენტრალიზაცია ქვეყნის ხო მანიფესტაციაც არის ეს ნაწილობრივ კი მაგრამ ეხლა ეს ეხლა ნახეთ როგორი რაღაც არის ხახნო აი ხა რო დადგე აი ნახე ადამიანი რო დაჯდე და ჩოლები მოქალაქე მანიფესტაცია გააკეთო რამდენი მანიფესტაციაში ხარ რამდენი უნდა გააკეთო ფული 200-300 ლარი იშოვო მე გეუბნებით მთელი ქვეყნის ბიუჯეტზეა საუბარი მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გახდება ჩემი ეს იდოს YouTube-ზე იცოდეს ხალხმა ჩემი ოღონდ მე ამას ჯიბეში კი არ ჩავიდებ ეს რა პროცესია ამი ნახეთ რისი თქვა მინდა რატო შემიძლია მე და რატო არ შეუძლია ამის გაკეთება სხვას
როდესაც მატრიცაში შემოდის ადამიანი, ის შემოდის გარკვეული მისიით. ის ისეთი სირთულეების მისიას გადის, თქვა ვიღაცა რომ ის მერე კი მე მჯერავს ყველა ეხლა ერთი ქალი ყვება და მანიფესტაცია ყველა ამიხტავ. ხო, ეგ მანიფესტაციები ძალიან ბევრნაირია, მრავალმხრივია და ასე. მე მანიფესტაციის ერთ-ერთი მიმართულებაა, მაგრამ მე მანიფესტაციას მე კი არ ვაკეთებ ეხლა რომ ოღონდ ჩემი გახდეს მთელი ქვეყნის ბიუჯეტი და ფული. არა. მე არაფერს ამჭირდება. ანუ, როდესაც ეგ არის პროცესი ცოტა სხვანაირი, როდესაც ადამიანი უპოვარებაში გადადის და პლუს იქ სხვა რაღაცები ხდება, კიდე მოკლედ ეგრე მოხდება მერე. ხო და რა უნდა გაკეთდეს? უნდა მოისპოს ქვეყანაში ხა კორუფციას როგორ მოსპო ხო საქართველოს ცოტა მაინც იქნება, მაგრამ ნახე რას ვამბობ. აი ეს არის დაგროვებული ნახეთ აი გარკვეული ელიტები და გარკვეული ესე ვთქვათ ჩინოვნიკური და ოლიგარქიული რეჟიმები ესე რომ ვთქვათ, ანუ თან ძალიან დიდი თანხების აკუმულირებას აკეთებენ რა. ანუ თანხები არ მიდის ხალხამდე. არა და ესე იგი თვითონ იმის რას უძახიან კვანტური ფულიდან გამომდინარე ეს ფული ეკუთვნის ხალხს. ხო და ეს უნდა გადანაწილდეს როგორ იცით რომ ანუ სიღარიბე ეგრევე უნდა ეგრევე გაქრება სიღარიბე. აი სიღარიბე რას ნიშნავს? რას ნიშნავს სიღარიბე? აი ავიღოთ ვთქვათ გლეხის პირობებში. ანუ რას სისტემა როგორ არის შექმნილი? ზოგადად მსოფლიოდან გამომდინარე რაღაცა ინგლისის ბანკებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ყველაფერი იცით ახლა ჩემზე კარგად ეგ ინფორმაციები, მაგრამ აქ საკითხი დგას ნახეთ როგორ რომ რეიგზე დასვიკითხვა და წავიკითხავ. არ ვიცი, ნუ გწყინთ ხახნო თუ ითიშება კომენტარები, ზოგს მე ვთიშავ, ზოგს მოდერები თიშავენ, ზოგს TikTok-ი თიშავს და ანუ TikTok-ი თიშავს და რის თქმა უნდა მე მაქვს ხა მოდერებზე მიცემული დავალება გარკვეული საკითხებზე, როდესაც შეეხებიან დაბლოკონ. ისა გათიშონ კომენტარები. ნუ გწყინთ თუ გაგეთიშათ არა უშავთ. ხო და მე ხან გოგა ვარ, ხან ლევანი ვარ, ხან ბექა ვარ. არა ზევდოში სახელი რაც მაქვს ისიც არ არის ჩემი სახელი. ეხლა ნახეთ რა შესაქმე, რას ვიძახდი. აი მაგალითად დავიღოთ საშუალო სტატისტიკური გლეხი. გლეხი რა გაგებით, ანუ სოფელში მცხოვრები ადამიანი. ხო, ისა მოქალაქე. ანუ რა ჭირდება ამ გლეხს? აი ძალიან მარტივად. პირველ რიგში ვალებით არ უნდა გამოქონდეს გამოტენილი ერთი ადგილი, ოღონდ მისი ბრალი არ არის. მისი ბრალი ეს არ არის. თვითონ სხვათა შორის აი რაიონებში კი ახლა ჭირდება ცესხებია ხალხს, მაგრამ პლუს ამას მე გეუბნებით, რომ ინფორმაციულ დონეზე დაუბინძურეს, ჯერ ტელევიზიიდან დაუბინძურეს ხალხს გონება და ანუ როგორც ნარკო დამოკიდებულები რო არიან, ანუ სესხზე დამოკიდებულები ჯერ ცნობიერის დონეზე გახედეს, მერე ამ კრედო ბანკებს და იმ ბანკებს იმენა დავალებები ქონდათ მიცემული, ხალხს აი ესე მუჭით ატენეს ხახაში იმენა სესხები რა. ხალხს დედასვფიცავარ სახლებში უვარდებოდნენ ეს ბანკის თანამშრომლები, მოხუცებს, ახალგაზრდებს, შენ მაცივარი არა გაქვს, რას ქვია მაცივარი არა გაქვს, ხო? და აი ესე მოაგორებდნენ მაცივრებს მოაგორებდნენ, სახლში უვარდებოდნენ მაცივრებით რა. განმოდებები და რაღაცა. ამან გამოიწვია რა, ცუდი კი არ არის ბანკმა რომ მაცივარი მოგცა. კარგია, მაგრამ ამან შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ხალხი სესხებზე დამოკიდებული გახადა. პირველ რიგში ეს ცნობიერის დონეზე უნდა გაიწმინდოს. სესხი არ უნდა ქონდეს არავის, მთელ საქართველოს სესხები აქვს. ანუ არის სესხები, რომლებიც ვაფშე არ ჭირდება ხალხს რა. ნუ ზოგს ძალიან ჭირდება და გასაგებია. მოგეთ, სესხი არ უნდა ქონდეს გლეხს. მერე დახნა დათესვისთვის უნდა ეს ნახეთ რატო არ არის მაგალითად ტექნიკა რატო არ არის? აი რატო არ ადგას რამდენიმე ტრაქტორი უფასოდ? უფასოდ ტრაქტორი რატო არ აყენია სოფლებში და რატო არ არის ამისთვის გამოყოფილი საწვავი? იმიტომ რომ ფული იჭმება, ხო ეს ხო ვიცით ახლა ფული იჭმება? რანაირად როგორ ახლა ყველაფერი ვიცით, ახლა მე დეტალებს მე მომაყოლებთ.
ჩართოთ შალვა ნათელაშვილის ვიდეოები ჩართოთ და მოგიყვებათ ბატონი შალვა. მან დეტალებში კაც უყვება დეტალებში ყველაფერს, ხო? ხო და ნახეთ რას ვამბობ, ანუ გლეხს არ უნდა მიდიოდეს საწვავში ფული. ხო? ტექნიკა უნდა ეყენოს ყველანაირი სახის და უნდა როგორც აი დაახლოებით სოციალიზმში როგორც იყო, უნდა მიდიოდე და იღებდე რაც ტრაქტორი ჭირდება. ხო და ეს ხელის ტრაქტორი წაიყვანე და ხანი მოიყვანე. ნუ თუ გაფუჭდა რაღაცა სვეტში ხელოსანი უნდა იყოს იქ. ბაკურიაში მესამე სეზონია გზა ვერ დააგეს ფული მოშნად იჭმება ყველგანო. კი თამარ, ბაკურიაში მე ვიყავი და უბრალოდ არის სირცხვილი. აი ესე იგი თავარი გზა რაც არის, აი სასტუმროებისკენ რომ მიდის, ეს არის უბრალოდ ქვეყნის სირცხვილი რა. იქ რო ასფალტი არ არის დაგებული, მე უბრალოდ აი მართლა რა არ მესმის, იცი რო? აი უბრალოდ რა არ მესმის, სიტყვაზე არის გამგებელი ან ვიღაცა სიტყვაზე ჭამს ფულს, ხო? ბიჭო, ეს მინისტრები სად არიან? ანუ კოსმოსში დაფრინავენ? ანუ ამ ბაკურიაში გზა რო არ არის, ვერ ხედავენ? აი კიდე რამდენი ეგეთ კურორტზე გზა არ არის. ეხლა მაგათად ბიძინამ გააკეთა უმაღლეს დონეზე ეს აბასთუმანი. ყველგან ბიძინა ხო არ დაიწყებს ასფალტების დაგებას. კაცო, ბიძინამ თუ დააგო ყველგან და ყველა კურორტს თუ ბიძინამ გაუკეთა რეაბილიტაცია, მაშინ შეფესე გავხდებით მე მართლა. ანუ აბა შვირო, გამგებელი რისთვის ახარ? გამგეობა რისთვის ახარ? იქ ეხლა არ მინდა მე ისეთი მიზეზები მითხრას უბრალოდ ცილის წამებაზე და რა ვთქვა საჯაროდ ცილის წამებაზე კანონები აქვს მიღებული. ამიტომ ისეთი ისინი თქოს რა ქვია მიზეზები გავიგე მე ზოგიერთ სოფელს რატო არ უგებენ გზას. ეხლა ვაკვირდები რა პროსტა ერთი რამე იცოდეთ ხახნო რომ მე ამ ყველაფერს მე საქართველოს მოვლილი მაქვს ყველა დეტალს უყურებ და ყველაფერს ვითვალისწინებ და არსებობს გარკვეული საქმეები რომლებიც ამოიქექება აუცილებლად რა. აი ეს გზები რო არ დაიგო ბევრგან და ძალიან ბევრგან აი ხა ელემენტ დედოფლის წყაროში რა ხდება? ნაგავს მიაქვს მთელი დედოფლის წყარო ოღონდ გარე პერიმეტრებზე რა. ეხა იქ არწივის ხეობის ის კანიონი რო არის, ჩემი გაპიარებულია. აი დედოფლის წყარო არის ხახტო როგორ იცით, აი რომელი შიგნით ცენტრში არ ვიძახ, გვერდზე, სოფლების გვერდზე, განაპაი წრიულად რა. რა ქვია იმის ტბას? აუ რა ქვია იმის ტბას? აუ კოღოთის ტბა როა. აი კოღოთის ტბისკენ რო ჩადიხარ, სანამ გორაზე რო გადახვალ, ყველა გორა და ყველა ციხესიმაგრე ზეპირად ვიცი. ნაგავს საყრელი არის პირდაპირ ესე იგი მინდორში, სადაც მე ზროხები დადიან და ამ რაღაც საშინელებებს ჭამენ. ეხლა კახეთში გადაწვარო მიდის იმისი. აი გარემოს დაცვის სამინისტრო ვაფშე გასაუქმებელია დედას უფიცავარ. აი გარემოს დაცვის სამინისტრო საერთოდ არის გასაუქმებელი. აი როგორ რაღაცა არის, აი დენის აპარატი თუ შეეჩეხები პირისპირ, თორე სხვაგან მე ისინი უფრო აკეთებენ საქმეს, რა ქვია, აი ბრაკონიერების ჯგუფი რო არის Facebook-ზე, ისინი უფრო კი არის, ისინი აკეთებენ საქმეს, ისინი დაძდევენ ბრაკონიერებს. ანუ კატასტროფა ხდება რა იმ დეტალებში რო შეხვიდე, ხო და რაზე ყვებოდი, რას მოაყოლე. ამიტომ ეს ხო, ეს ტექნიკა უნდა შევიდეს აუცილებლად სოფლებში, ამას მე აუცილებლად გავაკეთებ. მე არც არჩევნებში მონაწილეობას მიიღება არ მჭირდება დაფრე. აი ეს ყველაფერი მე გადმომივა ჩემ ხელში და ამ ყველაფერს გადავანაცდებ ფინანსურად მე. შევა ტექნიკა აუცილებლად. ასევე კახეთში არის გზები, სადაც გარეგანათება საერთოდ არ არის და აი ხა მაგათად აი განსაკუთრებით დედოფლის წყაროდან რომ მიდიხარ წუნორისკენ და იქით რომ მიდიხარ არის ადგილები უკუნეთის სიბნელეა და რატო არ არის გარეგანათება? უნდა ეყენოს. სადღაცა კილომეტრში 5 სტოლბა მაინც უნდა იყოს დარჭობილი რომ სადღაც რომ მიდიხარ, ესე იგი რომელ პლანეტაზე ხარ, სად ჩრდილოეთია, ზევით სად არის, ცა სად არის, ქვევით მიწა სად არის, ვაფშე ვერაფერს ვერ ხედავ რა ღამე რა. ხო და გლეხს რა ჭირდება? ჭირდება რა რომ ესე იგი დრონები არ არსებობენ. ჭირდება რომ ტექნიკა იყოს და ტექნიკაზე და ბენზინზე რა ქვია მაგას ფული არ ეხარჯებოდეს, არ უნდა კონდეს რა შემოიტანეს ხო და ის არ უნდა კონდეს რა ქვია მაგას
რა ქვია, სესხები არ უნდა კონდეს და ადგილზე უნდა იყოს დასაქმება. რაიონებში ქართულ ბანკებში ხო? რაიონებში იმდენად ცოტა ხალხი ცხოვრობს, რომ მათი დასაქმება უნდა არის უმარტივესი და უამრავი და პლუს ეს საწარმო ქარხნები უნდა გადანაწილდეს სოფლებზე. ხო, წყალი არ არის, ხო, აი წყალი რო საქართველოში არ იქნება, წყალი არ არის ძალიან ბევრ სოფელში, იმიტომ რომ მაგ ჭაბურღილების დარტყმას და იმას ფული უნდა გესმის და ეხლა ფული თუ არის, მაშინ ფულს ვიღარ შეჭამს. ფული თუ დახარჯეს მაგაზე, ფულს ვიღარ შეჭამს. ნუ ერთი მხრივ, ანუ ადრე საერთოდ არ იყო, საერთოდ სოფლელებს საერთოდ, ანუ სოფელში ხალხს საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ ადრე და ტელეფონი არ შევა ეს კაცო. მე შეერთებული მგონია და არ იტენებოდა. ხო და ეხა კარგია რომ ეხა დაიწყეს ეხა გამგებლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები და ნუ პირველ ეტაპზე ის გზადავაგოთ თუ სანიაღრო სისტემაო ან ერთი არჩეთ ან მეორეო, ეგეც კარგია რომ ჯერ მაგით მაინც დაიწყო მაგ სიტუაცია. მესამე და მეოთხე არის კიდე ტურისტული ზონები, სადაც უსაფრთხოების ზომები არის გასათვალისწინებელი რა და რაღაცები არის გასაკეთებელი. ინფრასტრუქტურა არის მოსაწყობი. პლუს ეხა ეს დედაშვილიც რო დაიხრჩო აქ კაცო, ხო იმაზეც ვიტყვი, ამ რაღაცა, ანუ ის არის რა, ან ეს ჟილეტები უნდა დაარიგონ, ბავშვებს ჟილეტები უნდა ქონდეთ, ანუ ჟილეტები, ანუ ცნობიერების დონე არის ასამაღლებელი, რომ ტრენინგები უნდა ტარდებოდეს რა, რომ მიდიხარ მდინარეზე რა ხდება, ის რა ხდება, ანუ წყალთან ურთიერთობა არის ის ძირითადად ხალხმა რა და თან პლუს ეხა ზღვაშიც და წყალშიც, მდინარეშიც ნებისმიერ დროს შეიძლება წყალმა წაგართვას ბავშვი რა. ამიტომ წყალმა ბავშვი რო წაგართვას, ამისაც საჭირო არის ჟილეტი. ჟილეტი რო ეკეთება, იმას თქვა გაეკიდება ვიღაცა დაიჭერს და თავი ზევით ექნება და არ დაიხრჩობა. ანუ ძალიან ბევრი რაღაც არის ეგენი გასაკეთებელი რა. ხო, გასაგებია, ხო. ხო, ამიტომ აუცილებელი არის ჟილეტი, მით უმეტეს მაგ შემთხვევაში. აი ხა ბიჭო, აი წეღა ნახე, მაგას უნდა სწავლდეს სკოლა. ნახე ესე თქვა და ჩინელებმა შექმნეს ხალხო, ჩინელებმა შექმნეს ის ბავშვი აუტიზმით იყო და უეცრად გადახდა წყალში. ხო, ამიტომ ჟილეტია საჭირო. ნახე, ჩინელებმა შექმნეს ვიდეო რგოლები არის, ხა TikTok-ზე ვიდეო რგოლების სერიებია, რომ ესე იგი აი ნახატებით არის ახსნილი. აი ერთი ხახვი რო ამოვიდა მიწაში, ერთი ხახვი და მე ამოვიდა მეორე ხახვი რა, პრასივით რაღაცა. ეს ხახვები ერთმანეთს ელაპარაკებიან, ამას მზე რომ მოადგა სიტყვაზე რაღაცა ცვარი გაიკეთა, იქ მოცვმა რაღაცა ნადები გაიკეთა, მოვიდა ის ბაღის მეპატრონე და ეს ცვარი გაწმინდა, ნადები გაწმინდა, ანუ რაზე რა რეაქცია, ანუ ვიდეო რგოლებით რაღაცებს ჭყლოპინებენ ესენი ლაპარაკობენ სცენარეები, ანუ ანიმაციაა გაკეთებული და ამით გასწავლიან ანუ როგორ უნდა მოუარო ბაღვენახს და მოკლედ იქ ეს რაც არის რა კულტურები რა ეს ბოსტნის კულტურა რაც არის კულტურები რაც არის როგორ უნდა მოუარო რა აი ესენი არის ახსნილი ბიჭო 400 წლის ხვდები ხახვის მოყვანა არ ვიცი და ეხლა იმენა დედასწრაფ სოფელ როდესაც რომ მოხვდები სუფრაზე ვეკითხები ხალხს ბიჭო აი ეს თესლი ეხლა რაღაცა თესლი მოვაძრე ეს რო ჩავყარო ამოვა არ ამოვა სკოლაში რატუმად თუ შევძელი ნახეთ რას ვამბობ არის მე შევძლებ მაგრამ უბრალოდ რაღაცა გლობალური ისიც ხო არის პროცესებიც მარტო ჩემზე ხო არის დამოკიდებული აუცილებლად პირველ რიგში დავხურავ სკოლებს ვაფშე გადაირაზება სკოლის შენობები გადაკეთდება საავადმყოფოებად და დაიხურება სრულად დაიხურება სამუდამო ციხეები ციხეები ეს არის რა ქვია ციხეები დაიხურება და რაღაცა დანაშაულებზე იქნება ისინი რა ქვია სამუშაოები რაზეც უნდა შეასრულოს ხალხმა რა იქ მე ძალიან ძიმეებზე სიკვდილით დასჯა იქნება პლუს იქნება გამათრახებები და კაროჩი ყველა ევროპა აზია ერთად ვიქნებით
სკოლა უნდა დაიხუროს, როგორ ანუ რა ფორმითაც არის, სკოლა უნდა დაიხუროს. უნდა გაკეთდეს სასწავლო ცენტრები, ნახეთ რაზე არის საუბარი. არა, სწავლის მეთოდი არ არის შესაძლებელი. ნახე, განათლების სისტემა ვაფშე უნდა დაიხუროს. აი, განათლების სისტემა დასახურია საერთოდ მთლიანად უნივერსიტეტები უნდა დაიხუროს, უმაღლესი ისი რა ქვია, უნივერსიტეტი უნდა დარჩეს რამდენიმე პროფესია, ხა ექიმი და ინჟინერი და არქიტექტორი რაღაცები საჭიროა. დანარჩენი ეს რაღაცა ზოგადი საგნები, ნუ სისულელეები რა. ეს არის უბრალოდ ლექტორების ხელფასების საჭრელი და ფული საჭრელი მანქანა. ეს უნივერსიტეტები არც არ აკეთებენ საერთოდ რა. ხო, საუნდტროფები იქნება, უნდა იყოს უფასო და იქნება აუცილებლად. ჩვენ შევქმნით ამას ყველაფერს ამ საქართველოში. იდეალურ სახელმწიფოს ვერავინ ვერ აშენებს და რაღაცას მიკომენტირებდა ეს ქალბატონი დღეს. სამართალს ბოლომდე ვერ აღვადგენთ ჩვენ დედამიწაზე. სამართლის აღდგენა შეუძლია მხოლოდ ღმერთს. და ის იქითა შემდგომ განზომილებაში აპოკალიფსის შემდგომ იქნება. ხო და ეგ სხვა რამეა. აქ ახლა ეს რას მოვიძახთ, უნდა გაკეთდეს სასწავლო ცენტრები. რას ნიშნავს ეს? სასწავლო ცენტრში ადამიანი აიღებს რაღაცა სწავლების კურსებს, აი მიდის ინგლისური. რომელ საათზეც უნდა დილდასაღამომდე უამრავი ჯგუფი იქნება, ანუ რისი თქმა მინდა, ბავშვს როცა უნდა ადგება გაიღვიძებს, როცა უნდა წავა ითამაშებს, უნდა მივა ინგლისურზე, არ უნდა არ მივა. თუ უნდა უბრალოდ ფანდურის კურსს აიღებს, აი კურსი რო კლასი ავიღეო და კურსი ავიღეო, ხო არა, უცხოეთში რაღაცა დიძახია. აიღებს იმის ფანდურის კლასს და ახახუნოს მთელი დღე ფანდური თუ უნდა. თუ უნდა პიანინოს აიღებს, თუ უნდა აიღებს როგორ ითამაშო PlayStation-ი, აიღებს კიბერ უსაფრთხოებას, რასაც უნდა აიღებს, ოღონდ როცა უნდა მივა და როცა უნდა წამოვა. რა, ანუ უნდა იყოს სრული თავისუფლება. არანაირ დილის 8 საათზე. ბიჭო, დილის 8 საათზე როგორ აღვიძებთ ბავშვებს სკოლაში, როგორ ყრით, ანუ სასწაულე, მაგრამ ხალხს სამსახურია რა ქნას. სახში ვერ დატოვებს. ხვდებით, ანუ ეს სისტემა არის სპეციალურად ესე კაპიტალიზმი ააწყეს ეგრე. დაჟე საბავშვო ბაღიც კი შეუქმნეს, რომ თოთო ბავშვების საბავშვო ბაღიც კი შექმნეს, რომ ამ ხალხს ემუშავა. და ემუშავა უნდა რისთვის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რესურსებით მოემარაგებინათ ხალხი, რომელიც ჩახოცეს მერე. ნუ ეს არის საშინელებაა მოწყობილი. ჩვენ ახლა ვერ გადავაკეთებთ მთელ მსოფლიოს, მაგრამ საქართველოში ალაჟენია უნდა დაყენდეს აუცილებლად. ტურიზმთან დაკავშირებითაც გარკვეული კარგი პროცესები მიდის, რაღაცები მიდის, ასევე ამ შემოსულ მიგრანტებთან 1-2 დატაკება და შეჯახება მოუწევს ხალხს, ეს გარდაუვალია. ანუ ოღონდ ეს რუსი გოგო რო გალახეს ეგეთ დონეზე კი არა, უფრო ახლა მაგ თემას არ ვეხები, მე ვამბობ რას, აი ჯგუფების ერთმანეთთან დატაკებები აუცილებლად წავა, ეგ მოხდება, მე ეს მინდა არ მინდაზე არ არის. 8 საათზე გოდებას კი არა, მთელ მატრიცას ძინავს რა უბედურება არის, ბავშვი როგორ უნდა აყენო და წაიყვანო და დაუსვო მასწავლებლებს და უთხრა იაზრონო, ტვინი ვერ მუშაობს. შარიკები არ ტრიალებს კაცო. ხო და ამიტომ ეს რაღაცა ტიპის შეჯახებები 1-2-ჯერ ამ ეს თქვა ფერატკანიანებთან, გარკვეული აზიელებთან ჯგუფური შეტაკებები მოხდება აუცილებლად და ძალიან დიდი ჩეხაობები იქნება. უბრალოდ ნახე ეს აზიელები უბრალოდ რომ მიხვდებიან რომ ჩვენ ვართ ხალხი რომლებიც სიფხიზლეში ვაფრენთ, ანუ არ ვართ ბოლომდე ნორმალურები, ანუ ჩვენ ვართ ჩათვალეთ X-მენები რო არიან, აი ქართველები ვართ აი როგორც X-მენებში რო არიან, ანუ ფხიზელზე ვაფრენთ რა, მე მაგალითად ფხიზელზე ვაფრენ. ანუ კატასტროფა მოსიარულე ისა ვარ, როგორც აი კატასტროფა რა, ფხიზელზე. ხო და რომ მიხვდები რომ ფხიზელზე ვაფრენთ და ანუ სიმთვრალეში მით უმეტეს და ჩვენთან ხუმრობა არ შეიძლება, მერე გაჩერდებიან. პლუს ახლა ამას მიგრაციის სამსახურიც მიხედავს და იქ რაღაცა გაფილტრა და ეს დეპორტაციები მიდის და კარგი ეს ყველაფერი რომ მიდის, უბრალოდ ახლა კიდე რაღაც დამატებით 1-2 რამდენიმე ქვეყანასთან უვიზუარი გასაუქმებელი და ამას თვითონ ხალხი ისე გააკეთებს სიტუაციას, რომ მთავრობა მიხვდება რომ გასაუქმებელი ეს პაკისტანთან და რაღაცა რა სტუდენტები ჩამოდიან, რა სწავლა, წავიდნენ ისწავლონ ევროპაში, შეგვეშვა ჩვენ. ვაფშე სამედიცინო რა არის? ვაფშე ეგეც უნდა რაღაც 1-2 მიმართულება დავტოვოთ და დავხუროთ ვაფშე სამედიცინოც რა. აი სამედიცინოზე სწავლობს ნახევარი აზია და აქ ქართველი ის არ აყავთ, რა ქვია, რას უძახიან, ეგთანი არ აყავთ, ბიჭო, ეგთნები არ აყავთ ქართველები ვაფშე. ინდოელი ეგთნები არიან.
უკვე აღარა ვაფშე ანუ შემდგომი ნაკადები აღარ აყავთ ხო იცით რა ამბია მაგაზე ხო და მაგრამ სხვათა შორის მე მინდა ვთქვა რომ ხა ბევრი რამე არის ისეთი რასაც მთავრობა ეხლა აკეთებს იმიტომ კი არა რომ ვაკებ რომ აშკარად აი იმენა ხალხის გამოძახილს გრძნობენ და აკეთებენ ეხლა მაგალითად თბილისი-ბათუმის მატარებლის სარკინიგზო დრო საათნახევრით შეამცირეს ეს პატარა რამე არ არის ესე იგი იქ ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარეს გადასასვლელ გზებზე ვიღაცა რო არ შევარდეს ჯიპით იქ შლაგბაუმებზე და იმაზე რომ ცოტა ჩქარა გაიაროს იმიტომ რომ მართლა ძალიან ნელა მიდიოდეს ჩქაროსნული მაინც არ უნდა ერქვას ხო ჩქაროსნული ერქვა და ძალიან ნელა ბორჯომის მატარებელივით ნელა მიდიოდა ბათუმში ფეხით თუ ჩავასწარი რაღაც თვინე ეგეთი ხო ამიტომ ეს შტადლერის მატარებელი რო შემოვიდა ძალიან კარგია სიჩქარე რომ მოიმატა ძალიან კარგია ნუ მომავალში კიდე 1 საათით შეამცირებენ მერე და ვაფშე 3 საათშიც ჩავლენ მერე 3 საათი საკმარისია ხო 4 საათი მშვენიერია და 3 საათი უკეთესი იქნება მაგრამ ჯერჯერობით 4 საათით საკმარისია ერთ ფილმს უყურებ ერთ წაემისიჯები გოგოს და ბათუმში ხარ რა ძალიან კარგია ხო კიდე რა უნდა მეთქვა ხო და უნდა გაკეთდეს რა სათბურები უნდა გაკეთდეს რაიონებში მასობრივად ანუ მთელ სოფელს რაც ჭირდება ეს უნდა გაკეთდეს სათბურები ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს და დაფინანსდება გაკეთდება სათბურები და ამ სათბურებში ბიჭო შეუში მოხუცი ხალხი იბაჩუნებენ რა რავალე ახალგაზრდებით იმუშავებენ და რაღაცა ხა მოხუცებს მიეცი საქმეებზე მსუბუქი აი რაღაცა პროსტო მორწყვაზე და რაღაც სისტემების მართვა რა საცობებს თამარ არაფერი არ ეშველება საცობებს ეშველება დეცენტრალიზაცია არ უნდა იყოს ამდენი ხალხი აქ ეს არის კატასტროფა თბილისიდან უნდა გავიყვანოთ მილიონი კაცი ანუ მილიონი კაცი არის გასაყვანილი თბილისიდან დედი წავა აუცილებლად მოემზადეთ ხახნო იყიდეთ ფანრები აი $120 ფანარი აი შეხედეთ მოიკელით გულაობა იყიდეთ ფანრები $100 ღირს თუ რამდენი ღირს არ ვიცი ეს აი ფავერბანკი იყიდეთ დენი ნელ-ნელა ეტაპობრივად წავა ხოლმე ამას აჩვევენ რომ მე ერთიანად გათიშონ და ბანკების გადატვირთვა მოახდინონ პროგრამების რა ხო სოფლები უნდა მოიხოდოს ნახე როგორ არის ამისათვის საჭირო რომ სოფლები მოიხოდოს მაგრამ ჩვენ თუ არ ვიაქტიურობთ ისე სოფლები არ მოიხოდება რა ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული ეხლა მაგალითად ხარაგაულის საკითხი მე ხა მაგ მე ხა გიხსნით რაში არის საქმე მე ხა ძალიან კარგია რომ ეს ნიღაბი გავიკეთე იმიტომ რომ მე როდესაც ვიული დაახლოებით რა პრინციპია იცით ის რო არის ხო იცი ისტორიებში რო წერია მეფეო იმას იზადაო გადაიცვამდაო გლეხის იმასო რა ქვია სამოსო და ხალხში გადიოდაო რომ ხალხის გაჭირობა გაეგო აი ეგეთი პრინციპი არის მანდ ეგეთი რომ მე როდესაც გავალ ხალხში ხალხმა ვერ უნდა მიცნოს ესა ამას ქვია მაგალითად ევროკავშირს აქვს ეგეთი იდუმალი სტუმრის რაღაცა პროგრამა არის აი რესტორნებს რო ამოწმებენ და რაღაცა ტურიზმში არის ეგა რა რეგულაცია არის ეგეთი იდუმალი სტუმრის რეგულაცია არსებობს აქაც შემოიტანეს რამდენი დამუშავებენ არ ვიცი რომ შედიხარ და ამოწმებ რესტორნებს რა ანუ იქ თანამშრომლები არიან მაგისი და აგენტები შედიან და ამოწმებენ ეგ მომსახურ ხო საქართველოსში ხო დიდი ხანია ხო მე როგორც ვიცი არის მომსახურეობა იქ ოფიციად იქ სამზარეულოს ისუფთავი და უამრავი დეტალი რა ხო ხვდებით არა მე არ ვარ მეფე უბრალოდ რა მეფე კაცო ლარი და 20 მაქვს ანგარიზე რა უბრალოდ შედარება გავაკეთე ანუ ბანკებში იუსტის სახში ბენზინის გასამართლების და შემდეგ კარგი ძალიან კაი ხო და ანუ ხა რისთვის არის კარგი რომ მე როდესაც ახლა ხო გეტყვი ახლავე მე როდესაც ახლა ხო გოგა ვინა
აუ ფილტრი ჩაირთოს რა, თორე დამტოვა გაღიმებული. ერთი წამით. ეს თუ არ შევაერთე, ვეღარ ქაჩავს ერთი წამით სად არის? მე ვარ მატრიცის აგენტი. სად არის ახლა ეს დამტენი? ესე მეტად როცა მჭირდება, მაშინ გაქრება ხოლმე რა. კაც ვიმალები და დაგემხოთ. ასე გიდუმელებო. გოგა მენამდე. მოდი რამე სახელი მოვიფიქროთ და ეგ სახელი დამიძახეთ ხოლმე მე რა. ეუ ბიჭო ფილტრი გათიშულია თუ რა არის კაცო. დავიტანჯე. ახ ბიჭო. სო, ჩაით. თვალებში უნდა მივინათო მაინც და მაინც. მოდი რამე სახელი მოვიფიქროთ. სალამ. რამე სახელი მოვიფიქროთ, ახლა ძველი გამომწერები ვინც ახარ და ეგ სახელი დამიძახეთ ხოლმე რა. რომ მე ახლები ვინც შემოვლე რომ ლაშაო, ბენიო რაღაცებს რო იტყვიან, არა ეგ ვინ არის, ეგ ჩვენ მაგას არ ვიცნობთო თქვით ხოლმე. მართლა გეუბნები, დაიმახსოვრეთ. გოგამენამდე არა, რამე სხვა რა. რამე სხვა მოვიფიქრეთ და არა მოფიუს და ნეო არა ესეთი ქართული სახელი რო ვერ მიცნონ რა. ხო, მოკლედ ახლა სანამ გავაგრძელებ ეს მლეთის ამბებზე ხა იმ დღეს ვისაუბრე. უბრალოდ ახლა ახალი ვიდეო გასაჯარავდა კიდე ეს ძველი ვიდეო. ალბათ იქ რაღაცა ჩხუბი მოხდა, რაღაც არის იქ მომხდარი რა და ძალიან მოკლედ რაღაც არის იქ მომხდარი ერთი წამით. რაჭან დაბაჭირს ამჩებს იმას კაცო. იტენება რა არის ეს. კაკო, ხო, კაკო, აი კაკო დამიძახეთ მოკლედ რა. აი კაკო კაი სახელია. თამთა ლალი შენ ახარ თუ ეს სხვა თამთა არის. კაკო დამიძახეთ, ვითომ კაკო ვარ რა. ხო. მოყევი ბიჭო დავიტაჯე. მოგედ იქ ალბათ ჩხუბი მოხდა. ეხლა როგორ თემა არის ხახნო იცით რომ მთაში და ზოგადად იმაში ხდება ხოლმე რა ჩხუბი ან რაღაც დალევაზე ან ის ან ესე. ხო. ხო და ალბათ რაღაცა უბრალოდ მე ნახე მე ჩემ აზრს იმას ვიტყვი რომ რაღაცა რომ მომხდარია ფაქტია. უბრალოდ ამდენ ადამიანში როგორ დამალეს და ანუ ძალიან ბევრი შეკითხვა არის და ნუ კარჩე ეს აუცილებლად უნდა გამოძიებული იქნას, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი საქმის ჩაფარცხვა რა. უბრალოდ ეროვნულ ინტერესებში შედის რომ გამოძიებული იქნას და იქ აშკარად ისმის იმ ბიჭის ხმა, მგონი მე ხარ ვიცი რომ დედამისმა იცნოდა თუ ის იმ ბიჭის ხმა არის და იძახის შეიძლება ნახე როგორ თემა იყოს საცემრად მიყავდათ ან რაღაცა მოკლედ რა და ამხა რაც დაიწერა ისედაც რა, ამიტომ მოკლედ უნდა გამოიძიო აუცილებლად. ახლა მე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი რა, ახლა იმდენად ქაოსია მაგამბის გარშემო რომ არაფერი არ ვიცი რა. ზებუნებრივთან დაკავშირებით მე პირველი გამოვთქვი ეგ აზრი და მე ხარაგაურის თემას გავაგრძელებ. ნახე ზებუნებრივთან დაკავშირებით მაგაზე და კიდევ სხვა ესე ვთქვათ დაკარგულ ადამიანებზე მე გამოვთქვი ეგეთი აზრი რომ თუ ისტორიას როდესაც წყვება ხალხი რომ თუ ეგრე მოხდა, ნახე, თუ მოხდა, მე გეუბნები საქართველოს ბუნებას ვიცნობ, თუ მოხდა ეგრე რომ ვიღაცა ქვაზე ჩამოჯდა, ვიღაცა ჯგუფს ჩამორჩა და ადამიანი გაქრა, აქ ორანგუტანგები და რა ქვია იმის გრიზლი დათვები არ დარბიან რომ ვიღაცა გამოვარდეს და გადაგჭეხოს და წაგიყვანოს და შეგჭამოს. ეგეთი რამე არ ხდება. საქართველოში ნადირი
ძალიან ცოტაა, ну გლები და ესენი კი არიან მომრავლებული და რაღაცა, მაგრამ ნახერას გეუბნებით, აი ნადირის ნახეთ ეპიდემიურ გეუბნებით, ესეთ სიტუაციაში ნადირის საფრთხე თუ არის თქვა და ეს 3%, 93% არის მოჩვენებების საფრთხე და ჭინკების საფრთხე და რეიკების საფრთხე და აი რაღაცა მე პირველად ეგ ვთქვი რომ თუ მართლა ეგრე მოხდა მე ხო არ ვიცოდი რომ ეგ არ იყო მომხდარი და საერთოდ სხვა რამე იყო მომხდარი რომ თუ ადამიანი ქვაზე ჩამოჯდა თუ ადამიანი კიდე სვანეთის იმაში რომ დაიკარგა ეს აქ მუშაობს უკვე რა გამოდის ტყიდან ქალღმერთი ესე ვთქვათ ქალღმერთთან წოდებული მითოლოგიური დალი ანუ ეს ქალი გამოდის და შეიძლება წაიყვანოს მაგრამ აქ მე ეგ ვერსია მქონდა მაგრამ აქ ისეთი ამბები მომხდარა თუშეთში თებჟორიკებს ეძახიანო ეგ არ ვიცოდი აქ ისეთი ამბებია დატრიალებული რომ მად ეგ ვერსია უკვე ისე თქვა აღარ გამოდის თვითონ ხალხში არის რაღაც ამბები დატრიალებული და ამიტომ უბრალოდ ამერიკული ფილმის სცენარს გავს რა ტყაში მაფასაც ხო ეძახიან ეგ გამიგია ხო გავიგე მოგეთ ხა მაგ თემებს მე ხა აღარ გავაგზავნებ დიდი განხილვებია ისედაც კომენტარებში გამოძიება მიხედოს მე არ მეხება ეგ თემა გამოძიება უნდა მიხედოს მან ხა დრონების გაფრენა ზოგი დრონს აფრენს ზოგი ყველა თავისუფლად ეხმარება პირველ რიგში გამოძიები მე რომ მკითხოთ ეგეთ კითურეს შემთხვევაში აი მე ვიტყვი ჩემ აზრს უბრალოდ რა სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს დაშვებული წამების მეთოდები დაკითხვაზე რა უნდა იყოს აი არის განსაკუთრებული შემთხვევები რომ წამების მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული დაკითხვისთვის ამ დროს ეხა მე არავის თვითი არ მინდა უსურო მაგრამ როდესაც ის 20 კაცი არის ჩუმად ну იქ ეხა აღარ გავაგრძელებ რაღაცებს მე მაგალითად დეტექტორი არის სიმულაცია რა ჩვეულებრივი ახლა ეგ სისულელეა ხო გამანებოთ არ მინდა მოკლედ ეხა იცი როგორ თემა არის რომ თქვა 20 კაცი ჩუმად არის ეხა რა სტიშავს ხა ეს უდანაშაულობის პრეზულტატი 20 კაცი ჩუმად არის ვაფშე ყველა მიცის რომ ამ 20 კაცმა იცის და ეხა ჩვენ ველოდოთ როდის ალაპარაკდება 20 კაცი მე ჩემზე რო იყოს დამოკიდებული მე მაგალითად წამების მეთოდებს გამოვიყენებდი ერთი შეაერთე დენზე ეგრევე დაფქვავს ყველაფერს კაცო ხვდებით რაზეა საუბარი ამიტომ ეხა ჩემზე არ არის ეგ დამოკიდებული მე ჩემ აზრს ვამბობ უბრალოდ რა ხო და ეხა ვაიმე იმას არ ეტკინოს ვაიმე ამას არ ეტკინოს და ხალხი ერთმანეთს ჩეხავს მე კანონი ყველას კარგად იცავს ეგრე არ შეიძლება ამიტომ ნახე რა სამყარო არის ველური ზოგადად ცხოვრება არის ჯუნგლების კანონი და ჯუნგლების გავშვი ეგ სამყაროში გაშვებული მყავს მაიკო რას ლაპარაკობ ეგ იმდენი ხნის წინ გაშვებული აგერ 2012-ში იმის ის რა ქვია ღირსების ორდერის სპეცნაზი რო გაუშვი სამყაროში აგერე რაზმებს ქმნიან ხალხი აბა შეიძლება გქონდა ვინ გააკეთა ეგ ყველაფერი ამიტომ ნახეთ ჩვენ როგორ რაღაც არის ტელევიზორში და კანონებში რაღაცა ფუჭი იმიტაციური ცხოვრება გვაქვს და სინამდვილეში კიდე რაც ხდება კი ვხედავთ რა გუშინ აქციებზე ვერ გამიყვანთ გმობ ძალადობასო და დღეს დენზე შეერთეთო ვიღაცეებიო მე როდის ვთქვი ძალადობას ვგმობ მე ძალადობა როგორ უნდა დავგმო რა სულელია აი ხახნო სიტყვა აი ანახეთ ადამიანები როდესაც იძახიან რომ მე ძალადობას ვგმობ უბრალოდ რატო იძახიან იცით რომ ეს მე ფსიქოლოგიური კონტენტი ტყუილად კი არ გავაკეთე ფსიქოლოგიის ადამიანები როდესაც იძახიან რომ ლაშა ძალადობას არასდროს გმობდა პირიქით ხო რა თქმა უნდა ადამიანები როდესაც იწყებენ თავის ტექსტებით ლაპარაკს იცი რა ძალადობას ვგმობ სინამდვილეში ხახნო საერთოდ დედამიწის ზურგზე ძალადობას არავინ არ გმობს ძალიან ნახეთ მოიხსენით ნიღბები ყველა დიდი სიამოვნებით მიესალმება ძალადობას ოღონდ ყველა საქს არჩეული ძალადობის სხვადასხვა ფორმები რომელიც მოწონს და უყვარს ხო და ეს ძალადობას ვგმობო როდესაც ადამიანები ამბობენ მონათლეთ კაკოცოტა მომერჩოს ხო ძალადობას როდესაც ამბობენ იმიტომ ამბობენ რომ არ უნდათ რომ სოციუმმა დააბუნინგოს რა ძალადობა ვინ ადამიანები გმობენ ეგ სიტყვიერად ძალადობას
თქვენ სად ნახეთ რომ ძალადობა არის დაგმობილი? აი სად მაჩვენეთ სად არის ძალადობა დაგმობილი? ძალადობა არსად არ არის, ერთ 4-4-ში არის დაგმობილი. აი ვინც წმინდანი გახდა წავიდა იმ ქვეყნად და იქ არის ძალადობა დაგმობილი. დედამიწაზე ძალადობა არასოდეს არ იქნება დაგმობილი, იმიტომ რომ ბოროტებაზე დგას ეს ქვეყანა. ეხლა მე რო ვიტყვი ძალადობას დავგვაქვს, მე კი არ ვთქვი, მე ვთქვი რომ მიტინგზე არ გამოვალ თქო, იმიტომ რომ მად რაც ხდება ვიცი. ომში არ წავალ თქო, მე გეუბნები რომ სიტყვაზე პუტინის დაძახებულ ომში არ წავალ. სიტყვაზე მე ვიძახი ამას. და იქ ვიღაცა რაკეტებს ერთმანეთს მე ამ ომში არ წავალ, მაგრამ რეალური ომი იქნება რობოტებთან, ზომბებთან და უცხო პლანეტელებთან კიდე მე ეს გოგი და მაგოგის და ანომალიური და რეიკები, მთელი მონსტრები გამოვლენ ტყეებიდან. ხო, მოკლედ რას მომდა გავაგრძელო გადახუტე თემაზე. მოკლედ ეხლა აღებული მაქვს ხარაგაულის თემა.